ხო და ძალიან უცნაური არის, რომ ეგრე აღმოჩნდა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ. თან ბავშვობიდან თურმე. მაგრამ აი 9 წლით პატარაობა მქნა ეგ რა, რომ ავწდით. კი, მე მახსოვ ხარ კარგად, რომ ჩვენი უბნის სიამაყეა. პირველი სტარი ვაშლიჯვრიდან ხო? ხო და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვაშლიჯვარში ბავშვობაში ან პირიქით კაი იყო, გენგი ყავდა, ესეც ცოტათი პანკური გენგი იყო და ცოტა დიდი რო ყოფილიყავი გენგში. ჩემი და იყო, მეგონი მაგ გენგის წევრი ჩემი და სალომ გეგეშიძე კიდე არის შეიძლება თუ გახსოვს. ჩვენთან? შეიძლება მე მახსოვს რომ ხო მისგან ვიცი შენზეც და აბა მომიყევი. არა ეს ძალიან ისე და ესენი ხო იცი აი ის რა პერიოდია მე ძალიან ისე გუნდოვნად მახსოვს აი ბოქლომებიანი ვინმე ყურებზე და კანის ბრიტოები ხო ბრიტოები თაიქ პერიოდია და მახსოვს ჩემი და მის 29 წლით უფროსია ჩემი და ჩემზე და ეგ პერიოდი როგორ იკრიბებოდნენ აზოხან ჩვენთან და ასე შემდეგ აუ ხატავს შეიძლება და ვიცი და ეხლა მე ვერ ხვდები ვიზ ვლაპარაკობთ მაგრამ უბნის ეგ პერიოდი მახსოვს რა. დიდი გენგი იყო თან ის არის ორსამკაციანი მთელი აი ესეც მათ შორის მე შემოგვიერთდა. მე გავიზარდე მამად პონჩი რა. ჩემი მეგობრების 50% ვაშლიჯვრელია ეგრე გამოდის. კი, ამაკიდან დავიწყე მეც რაღაცა მოსმენა როკის და ეს პირველი ის კასეტებზე ვიწერდით ხო. საქსოფონია მოწამლული თუ მართლა ეგეც მუსიკით დაიწყე თუ კლასიკას უსმედი და ეგთან არა კლასიკაში ძალიან ესე გვიან აღმოჩნდა კლასიკაში პრინციპში მე დავიწყე ხალხური სიმღერით და გალობით მაგრამ ამავდროულად ჩემი დისკან ვისმენდი მახსოვს პირველი Deep Purple-ის კასეტას და იმას ვისმენდი და ძალიან უგონ დაკვეთებული მქონდა ერთი ტრეკი რა Child in Time და აი მას უნდა გამიტანა რომ ყველას მოესმინა რომ ბოლომდე უწედი რომ რაც ეს საუკეთესო ქმნილება მეგონა და ეგ მე სადმე ვხვდით ვიღაც ყვებოდა რომ იმის ბედფორდების ის იყო რა ქვია ავტორ პარტიზე მერლინ მენსონებს და რაღაცებს მღეროდა კი ძალიან რაღაც ეკლექტური იყო ჩემი ბავშვობა და ვერე თინეიჯერობა ერთი მხრივ რაღაც ხალხური და საგალობლები და ტაძარში ვგალობდი და მღეროდი ხალხურს და მეორე მხრივ ვისმენდი მერლინ მენსონს რავი მე იყო უკვე ჯაზზე რაღაც პეტმეტენის ისე მქონდა რა თითო ტრეკს ამოვიჩემებდი ხოლმე და first cycle მქონდა პეტმეტენის და იმაზე ვიყავი რაღაც პერიოდი რომ სულ იმას ვისმენდი სხვა არაფერს მე იყო რაღაც ელექტრონული მუსიკის პერიოდი მე თვითონაც რაღაც Fruity Loops-ი ესეთ პროგრამა აღმოვაჩინე მაშინ აგი დავიწყე ეს არის რაღაც 2003 წელი ეს რაღაც ეგეთი პერიოდი როცა დავიწყე და წერდი მინიმალიზმს და გადარეული ვიყავი ტექნოზე და Derek May და იმათი აღმოჩენების 80-იანების ტექნოზე და რაღაც იმ სტილში მინდოდა რომ ყველაფერი მეწერა მე უცებ აღმოჩნდა კლასიკურ მუსიკაში მე სულ მეგონა ვინც კლასიკურ მუსიკაშია სხვას არაფერს არ ეკარება ხდები რომ ანუ აი ზევიდან უყურებს სხვა მუსიკოსებს და ეხა რო გავერიე მუსიკოსებში მივხვდი რომ თლათ ეგრეც არ არის იმიტომ რომ ხა მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა ყველაფერს უსმენს და ძალიან ისე აღიქვავს რა თანასწორად რა კი ეგ ალბათ ჩემი დაბალი თვით შეფასების ბრალი არის რომ მეგონა რომ ისინი ზევიდან მიყურებენ აღმოჩნდა რომ სასურვლიად მოგონილი რაღაცა იცი რა თან ნუ სხვადასხვა ვერტში ადრი რა მაგრამ ორივე განიჭებს სიამონებას და ხელოვნების მნიშვნელობაც ხო ეგ არის სათქმელი თქვა და სიამონება მიიღო ხო და იქიდან როგორ კლასიკაში როგორ გადავარგდი რეალურად კლასიკაში რაღაც ბავშვობიდან ფორტეპიანოს სწავლობდი და მე რაღაც პედაგოგებმა თქვეს რომ მიაქციეთ ყურადღება მე დედაც აზიზღებს ხოლმე ბავშვებს კლასიკურ მუსიკას შემთხვევაში ეგრეა და ალბათ სკოლაში დადიხარ ალბათ მაგას სხვა პედაგოგსაც რავი მე ხელებში მირტყავდნენ მართლა არა მე რაღაცნაირად მომწონდა რომ გამომდიოდა ძალიან მომწონდა ეს და მე ნუ დედაჩემს ასართ არ წარმოედგინა რომ მე მუსიკაში წავიდოდი იმიტომ რომ არავინ ირგვლივ არ მყავს ესე პროფესიონალი მუსიკოსი და უბრალოდ უნდოდა რომ ესე განათლება მქონოდა და ფორტეპიანოზე დაკვრა შეიძლება და რაღაცა სასიამოვნო ადამიანი ყოფილიყავი გარშემოყოფებისთვის და რაღაცა ამით შემიყვარდა მე ეს 13 წლის ვიყავი გო საგუნდო დირიჟორობა დავიწყე და ნელ-ნელა მივხვდი რომ შემაყვარეს პედაგოგებმა ერთი კითხვა ისა ერთი რაღაც გამოვტოვეთ ახლა ჩვენ სანამ გავაგრძელებთ აი მაგ უნდა დავპაუზდეთ და იმახსოვრე სად ვართ ჩვენი მეგობრები უნდა გაგაცნო ბეცონ სპორტული ამბების არხი არის ჰერი არის ქართული წარმოების დინამიკები და მაგაზე ვილაპარაკობთ სადაც მოусმენთ მე მუსიკას რა ქვია ინფორმაცია რომ არსებობდა და Force Food შოტლანდიური ვისკი და ჩვენი ძმები და დები ვეიპორიადან სადაც ჩვენ სტიკერები დევს და თუ გამოწერილი გაქვთ არხი შეგიძლიათ უფასოდ წაიღოთ
სტიკერები. მე ეხლა გამახსენდა უცბად რაღაც პერიოდი სანამ ყავდა კარგი პედაგოგი ყავდა ვიღაცა დედაჩემის მეგობარი, კარგი სიქალი და ისეთი რომ გიყვარს და პიროვნათაც კაი და სწორად რო გიდგება მოკლედ და ის პერიოდი მიყვარდა. დაკვრა. და მე ვიღაცები ხა ალაგ-ალაგ ვინც ბევრჯერ შემეცვალა პედაგოგები, აი ისე ამერია და შენმა ძულა რომ აი იძულება, დაძალება, სახში დედაჩემი კიდე ცალკე მაძალებს და ეგეც ჰქონდა ხო დედაჩემი მუსიკოსი არ იყო და ჰქონდა რომ აი პედაგოგი რო ეთყოდა ეს ბევრჯერ დაუკრას, გვერდზე მიჭდა და თითო ტაქსი მომნებოდა ის 20 ჯერ უნდა დაუკრა. აი ვეთყოდი რომ უკვე ვიცი და იმას არ ესმოდა უკვე კარგად რომ არა, ბევრჯერ რომ თითების მახსოვრობა გაეგო რომ ეს ნუ მართალია კუნთებია ესეც როგორც ნებისმიერი ვარჯიში, ფეხბურთი იქნება და რა იქნება ეს არის ერთია რომ შეიძლება მექანიკა რა რომ გამოიმუშავა და ამან იმუშავა ნუ თავიდან ცოტა რთული იყო თითქოს რაღაც ხრი ალბათ ბუნება აღმომაჩნდა ეგეთი და ჩემმა პედაგოგს მე დირიჟორობის პედაგოგმაც ეგ დაიჭირა რომ ცოტა რუსული სკოლა ქონდა აი ფაქტობრივად არასდროს უთქვამს good job ანუ კარგი ხარ საკმარის ანუ სულ იყო და ბოლოს მე უკვე რომ ჩაბარების წის მოდგო უკვე პერიოდიო სკოლას ვამთავრებ მეთქი მე მიდივარ არქიტექტურულზე თქო რა კარგად გამომდის ხო ხატავ რაღაც ჩემი დედა ჩემი მასწავლის ამდენი ხანია ხაზვას და მაგდროს მითხრა პირველად რომ არა კონსერვატორიაში და წამოხვიდეო რომ ძალიან კარგი პედაგოგმა მანამდე არა სულ არასაკმარისი ხარ რა რაღაცა 7 წლებში გითხრა ჯერ ხო 10 წლებში მე 1000 ვამთავრებდი მე 10 კლასს ვამთავრებდი 10 წლამდე თუ გაყევი ახლა ხო 10 წელს ვამთავრებდი და მე მეთქი ახლა თუ ესე არასდროს არ უთქვამსო კარგი ხარ მეუბნება რომ კიდე და მეც რაღაც ეგეთი ისმაკ რა რაღაცნაირად ჟილკას თუ რას ეძახიან რომ აი მინდა რომ ნუ ეგეც ბევრი რაღაც შეიძლება ჩვენი ბნელი პერიოდის კომპლექსების ბრალია რომ რაღაცნაირად გინდა რომ თიჩეფასებას ეს გარემო სადაც გავიზარდეთ 90-იანებში მაშინ მიუღებლობა იყო მუსიკოსებთან თუ რაღაც ისე აღიქმებოდნენ რომ ვიოლინოები ეგეც ხო ვიოლინოთი გამოჩენა და ყველგან გიწევდა თავის დამკვიდრება რა თუ მუსიკოსი ხარ მე ქუჩაშიც გიწევდა თავის დამკვიდრება რომ ამის გამო არ ყოფილიყავი დაჭაგრული და მაგრამ სიამდვილეში ეს ხო ტრამას იწევს რა შენკი აჩვენებ რომ არ ეცემი ზურგზე მაგრამ მეორე მხრივ ტრამვებია მაგიტო აირჩია სადირიჟორო ინსტრუმენტის რო არ გია რა უბანში არა ძალიან ისეთი უცნაურის დედაჩემი წავიდა მუსიკალურში და უთხრა რომ საფორტეპიანოზე მინდა გადმოვიყვანო მე ხალ მართვაში მღეროდი ანსამბლში და იქვე გვასწავლენ ფორტეპიანოს და მე უკვე ნიჭი 1 წელში რომ მივიდა იქ უთხრეს რომ ფორტეპიანოს თუ გადმოვა დღეში 5-6 საათი უნდა იმეცადინოს და არა მე არ მინდა მუსიკოსი გამოვიდესო აი რამე ისეთი პროფესია თუ არისო რომ ცოტა ისიც ისწავლოს ცოტა სიმღერა ცოტა ნუ მაშინ დირიჟორობაო მაშინ ფორტეპიანოსაც ისწავლის სოლფეჯიოსაც სიმღერას აი მაკედან წავედი და მე მომწონდა რა მე თვითონ რაღაცნაირად არა საქართველოში მარტო გუნდის სადირიჟორო არის ხო არა ორკესტრის რა უცნაო ანუ ეგ რატო მოხდა ეგრე ვაფშე იცი რატო ხდება აუ იცი რა რატო ხდება და ალბათ საკმარისად არ ვინდომებთ რომ რაღაც შევცვალოთ რა ეგ ერთადერთი მიზეზი ეგ არის ვითომ ფინანსებს იმას მაგრამ ნუ ყველაფერს ეშველა და ყველაფერს შეიძლება მოუხერხო გამოსავალი მონახო იყო ადრე იყო ვითომ საგუნდოსო დაამთავრებდი მე სიმფონიურზე შეგეძლო რაღაც კვალიფიკაციის ამაღლება მაგრამ რეალურად საჭიროა ბევრი წელი მიეძღვნა ამასაც სხვაობა რაში არის საგუნდოს დირიჟორობას და იმის ორკესტრის საორკესტრო შორის ბევრი ნუ რაღაცა მაინც საერთოა ხო დირიჟორი ხარ და მე სქემები დირიჟორობის ისე არა იქ გაკ ვოკალისტთან და ძირითადად სწავლობ ხმის სპეციფიკას ნუ ტექნიკურად რო ჩავიდეთ იქ ბევრი მნიშვნელობა აქვს სახის ექსპრესიას და გუნდთან მუშაობის სპეციფიკა არის პირდაპირ ვოკალურ ტექნიკაზე შენი ცოდნა და სიმფონიურზე უკვე ინსტრუმენტულ მუსიკაზე და უკვე ან სხვა მართვის სხვა ისინი არის რა თქმა უნდა ბიჭი სხვა ინსტრუმენტებთან ცირედით როგორ გითხე სიმფონიურ დირიჟორი გუნდს უდირიჟორებს რომ რამე და გუნდის დირიჟორი ორკესტრთანაც დადგება მაგრამ სქემა ერთია აი წაიყვანს რაღაც ნაწარმოები თუ იცი რაღაც დონეზე შეიძლება რომ გაიყოლოს ეს ხალხი და ერთად დააწყებინოს ერთად დაამთავრებინოს მაგრამ იქ უკვე დეტალებზეა როგორ მიაღწიო მაღალ შედეგს ხარისხს და როგორ ბგერა როგორ შეცვალო იმ გუნდის იქნება თუ სიმფონიის და ორკესტრის და აი ამ დეტალებში უკვე ცოდნა ისე ეგ ნიუანსები ხო არავინ არ იცის რეალურად რა ორკესტრი იცის ყველა მაგრამ დირიჟორის ფუნქცია უშუალოდ რაში აი რას აკეთებს როგორ აი რა ის არის რა ფეიქ ხო და აი რა ერთი ცნობილი პიანისტი ამბობს რამდენიმე წელს ალბათ 10-15 წელს ინტერვიუში თქვა რომ დირიჟორები ფეიქ პროფესიაო და მეო აღარ ვინ თქვა ეგ ერთი
გამო ერთი კარგი ძალიან იჭერე, მართლა ძალიან კარგი პიანისტია, მაგრამ რუსი პიანისტია რა, რომელიც ახლა აღმოჩნდა რომ ხარს უჭერს ამ ყველაფერს უკრაინასთან მოკლედ. არ და ჩვენთან ძალიან ხშირი სტუმარი იყო საქართველოში და მართლა პუტინისტია, ეგ თუ იტყოდა ბერეზოვსკია ესეთი რა და მაგან თქვა პუტინისტია, თუ პირიქით. ეხა პუტინისტია, ხო, და რეალურად პროდიუსერი ვითარ ხა ჩემ სფეროში როგორც პროდიუსერი არის რომ ეუნება მუსიკოსებს რა საუნდზე იყოს, როგორ იყოს, სად რა ცოტა ყველაფერი ხარ რა, ლიდერი ხარ, ორგანიზატორი ხარ, დირექტორი ხარ, ორატორი ხარ, ემოციური მომქოქავი ხარ. იცი რა მაინტერესებს, უშუალოდ ტექნიკაში რამე დაქტილივით არის, მოძრაობა, ხელის რამეს გულისხმობს, ჯოხის ეს რაღაცებს გულისხმობს ყველაფერი და ეგენა იცი თქმა უნდა და იმათმაც ძალიან საბაზისო რაღაც მონაცემი რომ აი აქ სამაკაც ერთად დავიწყოთ რაღაცის სიმღერა, რომელიმე ერთმანეთს ხო შევხედავთ და რომელიღაც მაინც იტყვის თავს აწევს რა, ბენჩი ტან 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 და დრამერია, ხო ხტები, მაგრამ ეხლა უკვე 4 კაცზე ადვილია და 60 კაცი რო გიზის, ეგრეც იყო ადრე ორკესტრებში, ეს ცალკე დირიჟორის პროფესია არ იყო, მე ვიოლინე რო იჯდა პირველი ორკესტრში, აი 15 რავი 18 კაცში ის თავით ანიშნებდა, ნუ გაიზარდა ორკესტრის შემადგენლობა და იქ უკვე დემოკრატია ვეღარ მუშაობს რა, რაღაც ხრივ გინდა ავტოკრატია, ვიღაც რომელიც თან დობით აღჭურვილი იქნება და თან გაქვს ეს ძალიან საბაზისო ერთად დაწყების ყველა მიცის რაც ნიშნავს პატარა ხელით როცა აკეთებ მოძრაობას ნიშნავს ჩუმად, დიდი ხელით მამაღლა და უკვე ემოციას ადამიანსაც გზნობს რა, სიყვარულზეა ეს თვითკვლელობაზე არის თუ რაღაცა მეგობრობაზე მუსიკა და ხასიათს მიახვდა. მაგრამ უნივერსალური ენა, შენ სხვადასხვა ქვეყნებში ნებისმიერ ორკესტრმა იცის დირიჟორის ეს რომ მიდიხარ, კი, უნივერსალური. ანუ ის დრო რაღაცა დრო არ გჭირდება, რომ EHV. არა, მაგით განისაზღვრება შენი კვალიფიკაციაც რამდენად სწრაფად შეგიძლია, რომ იმ რამდენად გასაგები ხარ დირიჟორი მაგით. კარგად გამომსახველი ხარ თან. კი, ეს არის მთავარი და პირველი რაც ალსევ შეგიძლია შეატყო და მე უკვე შეგინთ ისეთი გრადაციებია რომელიც ჩემთვის ახლა სამწუხაროდ ხშირად მსმენელს იმდენად გათიცნობიერებული არ ვართ რომ ალბათ პოპში უფრო არიან იმდენად ბევრს უსმენენ რომ აი ყველა მცირე ხარისხის სხვაობას შეიძლება შეატყო რა აი საუნდზე გიტარისტი რომ მოგივა შეიძლება უმრავლესობა ვერ შეატყოს როგორი ბგერით უკრავს მაგრამ აი უკვე აქ საუბარი არ არის ცუდად უკრავს და კარგად უკრავს აი კარგი ძალიან კარგი და გენიალური იქ უკვე იმდენად მცირე არის აი ჭადრაკს უთამაშობ გრანდმასტერი და შეიძლება ყველა მიცის ჭადრაკი რაღაც მაგრამ აი ერთმა მოძრაობამ შეიძლება გაგაგიჟოს ერთმა რაღაც იმ კადანსმა როგორ გადაიყვანო როგორ შეამზადო და ეგ არის უკვე მან ძალიან მცირე გემოვნების და პროფესიონალიზმის ზემოთ უკვე აი დახვეწაზე არის ფოკუსირებული და ეხლა ხალხმა კარგად იცის სპორტი და ძალიან კარგად ერკვევიან რაღა ვერ მოატყუებს სპორტში ვერ შეუშო მაგრამ ჩვენ სფეროში ისეთი არის რომ ხშირად ცოტა აბსტრაქტულია მაინც დირიჟორი და ზუსტად ვერ ხვდებიან ვინ არის კარგი დირიჟორი და რატო ემოციურად ხვდება ბევრი მაგრამ აი უკვე ხშირად მაინც პროფესიონალის აზრი ერთვება ხოლმე რომ აი რატოა კარგი და ამიტომ რა რომელიც კარგად ერევა ალბათ ორკესტრს აიცი აი ჩვენ რეალობაში ხო თქვენ აი ჩვენ რეალობაში მაინტერესებს ვინ ყავდა ცოტა ძველ თაობაში ხო ხერხული რო არ იყოს პატარებში აი ეგეთი იმას არ გულისხმობ მარტო რომ სტატუსი ქონდა თქვა ჯანსუ კახიძეს რეალურად შიქთავსისად კარგი დირიჟორი იყო თქვა კი რა თქმა უნდა კარგი მუსიკოსი იყო და კარგი დირიჟორიც იყო ლიდერია ეს ქონდა ქარიზმა ქონდა ნამდვილად დიდათ არის კავშირში რომ კარგი უნდა იყოს ანუ კარგი მუსიკოსი ყველა ვარიანტში კარგი ის ხო ვერ იქნება დირიჟორი მან არის ბევრი კომპონენტი ერთი რომ კარგი მუსიკოსი უნდა იყოს და გემოვნებიანი უნდა იყოს თან ამავდროულად უნდა კონდეს ეს ერთი რომ ტექნიკაც უნდა კონდეს კარგი დირიჟორის. გარდა ამისა უნდა იყოს ლიდერი და შარმს ეძახიან რა, ძალიან დიდი შარმია, ქარიზმა, რომელიც აი როგორ გითხრა, ყველა გიზის პროფესიონალი ორკესტრში, ხო? და კარგი მუსიკოსი, ყველას აქვს თავისი იდეა მუსიკაზე და შენ იქ რო დადგები იმდენად თავბრუნდა დაახვიო ან რაც რომანტიზირებს დაგიჯეროს და აენთოს, იმიტომ რომ შეიძლება მოხვიდე კარგი ტექნიკით და ძალიან კარგი ტვინით და ყველაფერი გააკეთო, მაგრამ აი ხო, კაი კონცერტი ხო იყო რა, წახვიდე, მაგრამ აი არაფეთქდეს რა ორკესტრი როცა რაღაცას უკრავ იგრევე იგრძნობა, ერთი რომ რაღაცა აი ექსპრესია უნდა ქონდეს. ეგ უნდა ხო, ეს და ამას ვერ ხსნი როგორ ვის აქვს. ვიღაცას თითქოს ამბობენ დაბადებული თუ შეიძლება, რა თქმა უნდა სწავლ, ყველაფერს ავითარებ რა, რაღაც ყველას აქვს რაღაცა გარკვეული დოზით ნიჭი და მე ალღო რამდენად სწრაფად შეგიძლია განავითარო შენი ნიჭი და დირიჟორობაში აი ძალიან მნიშვნელოვანია ქარიზმა და ხშირად იმდენად მნიშვნელოვანია რომ
ბევრი მაგალითი არის, რომ ქარის არც ისე მაგარი დირიჟორი იყო, ჩანაწერი რო ჩართო, ვიზუალის გარეშე, შეიძლება ეგრევე არის სიამოვნო, მაგრამ რო უყურებ, გინდა რომ დადგეს სცენაზე და შენც რაღაცა დაიჭირო ხელში და აი მსახიობია რა, ქარიზმა. აი ესეთი კითხვა მაქვს რა, ეხა აი ზუსტად მაგაზე, მე ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ როგორ ხასიათზეც ვარ ისეთი რეპეტიცია იმ დღეს ან კონცერტი. აი მაგაზე უნდა ივარჯიშო მაგრად. იმიტომ რომ ამდენი ხალხი ანუ მარტო ვატყობ რომ ანუ ყველაფერი ისე მიდის მე ხო მარტო ერთი ადამიანი ვარ მაგრამ დანარჩენებზე გადადის რა კი გადადის და მუშაობს გადადის და ვცდილობთ რომ ანუ ჩემთვისაც აი ერთი რომ ბუნებრივად მავიწყდება ხოლმე უკვე თუ რაღაცა პრობლემაა იქ ანუ თუ რაღაცა განსაკუთრებული არ არის და არ ხარ მიჩვეული შეიძლება მაგალითად ჩემი ორკესტრი სადაც ბევრი წელი ვმუშაობ ხო რომელიმე კარგად მიცნობენ იქ შეიძლება დამეტყოს იმიტომ რომ გაშინაურებული ვარ მაინც რა მაგრამ სადღაც უცხო კოლექტივთან რომ მიდიხარ იქ იმდენად ფოკუსირებული ხარ რომ შენი ემოციების და იმის დრო არ არის ხასიათი ჩვენ პროფესია როგორ იცი აი ეგეც რაღაცნაირად სასიამოვნო არის მუსიკოსთან ბენდთან რაღაცა თავის მუსიკას როცა ქმნის იმის ემოციები შიშველი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ რომ ის მუსიკაში გადმოხდა მე რომ მივდივარ იქ შეიძლება მე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ მაგრამ ძალიან ესეთი სახალისო მუსიკის დირიჟორობა ან რაღაც საბავშვო კონცერტის დირიჟორობა მიწევდეს და ამ დროს დრამა მქონდეს სახლში და შენ უკვე როცა თავისუფალი ხარ შენ მუსიკას რო გამოხატავ მაგისტვის მოდი შენთან მსმენელი რა ეგ უსწორდება რომ შენი შიშველი ემოციით აჩვენებ რა მდგომარეობაში ხარ იმ მომენტში და რომ რაღაცა ექსტრა მივცემ ჩვენ მაინც მსახიობი ვართ რა იმ მომენტში უნდა მოვერგო იმას რასაც ვაკეთებ ჩვენთან უფრო გულწრფელობა არის რა ნუ ალბათ ხარ ესა გულწრფელი აქაც ხარ მაგრამ გიწევს როგორ გითხრა გიწევს რომ იმ მომენტში იმ მუსიკის მიმართ იყო გულწრფელი არა შენი პირადი ცხოვრების მიმართ არა იმას რასაც აკეთებ იმასთან იყო გულწრფელი ჩემ პროფესიაც ეგ არის რეალურად მე ხარ რაც არ უნდა დამემართოს და ტრაგედია მქონე სახლში სცენაზე ეგ არ უნდა გამოიხადოს კონკრეტულად იმ როლს თუ არ უხდება იქ ხო ნარეპეტიციები როცა არის ბენდი და პროფესიონალები არიან არც მან და იკითხება მაგრამ ნუ აი თვითონ არტისტი რამდენად იღებს სიამოვნებას სცენაზე მაგ დროს ეგ არის. აი უფრო მაგაში კი არ არის პრობლემა ეხა შენ შემთხვევაში ის რომ შენ რომ მიდიხარ შენი კონკრეტული განწყობით ნეგატიური და გადასდებს ხვას იქ ბენდის წევრებს და არ გამოვა ის რეპეტიცია ან კონცერტი კაი, იმიტომ რომ შენ გადადა ეგ არის პრობლემა და არა ის რომ შენ გულახდილი იყო შენ თავთან მარტო. ნუ ალბათ. აუ და კიდე რა მაინტერესებს ეხა ჩვენთან რა რაღაც როკ პოპ რაც არის რა სფეროშიც ვართ რა ძალიან ფასობს გრუვი რა რას გულისხმობ რა აი დრამერი თქვათ თავისი სვინგი აქვს ყველას აი თბილისში რო აიღო რამოდენიმე დრამერები ხეთ თავში ეს მენტალური ნოუთები მაქვს რომ აი ეს იმას თავში იმის და მიუხედავად რომ შეიძლება ვიღაცა იყოს მაგარი დრამერი და უკრავდეს აი დრამ მაშინივით ზუსტად გრიდზე იჯდეს იმდენად არ მსიამოვნებს რამდენადაც შეიძლება ოდნავ ნაკლები ტექნიკა გქონდეს მაგრამ აი რაღაცნაირად დასურავს რა ხასიათი აქვს თავის აი ეგ საერთოდ არსებობს კლასიკურ მუსიკაში. უნდა გადმოთარგმნო. ალბათ რა თქმა უნდა არსებობს ხასიათი ორკესტრის რა. იცი რა, მოდი ცოტა შორიდან რომ მოვუარა, ეს 70-იანებში, გასულ საუკუნეში უფრო არსებობდა, ყველა ორკესტრს ჰქონდა თავისი ხელწერა. დღეს იმდენად დრო აჩქარდა და ამასთანავე განვითარდა ძალიან პროფესია თვითონ ეს ადრე აი კლასიკოს ყველაზე ოქროს პერიოდში ამ 18-19 საუკუნეში კლასიკოს ინსტრუმენტალისტები მაინც ითავსებდნენ რაღაცა სხვა პროფესიაც ჰქონდა და თან ამას აკეთებდნენ და ახლა არის აი ძალიან დავიწროვდა და ძალიან დიდი კონკურენცია უამრავი ადამიანი მიდის მუსიკაში და ძალიან დაიხვეწა ტექნიკა რო შეადარო ფეხბურთშიც იგივეა მე არ ვარ დიდი ფეხბურთის ესე მცოდნე მაგრამ აი გუნდები გახდნენ ძალიან მექანიკური და ამიტომ ფასობს აი კვარაცხელაზე ვამბობენ რომ ძველ ფეხბურთში აი ეს ინდივიდუალიზმი აი ეს ინდივიდუალიზმი ჰქონდათ ორკესტრებს მაგრამ ჰქონდათ რისი დამსახურებით ხშირად იცი დირიჟორების და ეს დირიჟორები იყვნენ მიძღვნილები მაგალითად ერთი დირიჟორი იმ ორკესტრთან რომ მუშაობდა რავი შეიძლება წელიწადში ყოფილიყო 2/3 ამათი კონცერტების ან მეტიც ჩაეტარებინა ამ კონკრეტულ დირიჟორს შესაბამისად ამის ხასიათი ამის მიდგომა და ამის ბგერას ვეძახით როგორ ბგერას იმას ახასიათებდა დღეს ისე აჩქარდა რომ ზოგადად გაყიდვას კონცერტების ძალიან დიდი კონკურენცია ბილეთები იკლებს ყველა ცდილობს რომ კონცერტი გააკეთოს ძალიან მოკლე დროში და რაც შეიძლება მრავალფეროვანი რომ ყოველ კონცერტზე ყავდეს ვიღაც სხვა დირიჟორი აი თავარ დირიჟორი კი ქვია და მაგალითად ჩაატაროს 10 კონცერტი ადრე თუ ის 30-ს აკეთებდა. ამის გამო რომ ეს აჩქარდა და დირიჟორები მივდივართ ორკესტრთან რავი ბოლო რამდენიმე დღე 3 დღე ადრე თუ მუშაობდნენ და უშუალოდ 10 დღე რაღაც პროგრამაზე ახლა მუშაობ თითქოს უკვე ისიც კარგადიც მომზადებული ხდება მაგრამ სული კარგება თითქოს იმ მომენტში
თბილისში არის რაღაც, მაგრამ მე რო შეადარო ერთმანეთს ეს ხასიათები, აი დიდ სხვაობას არ გაძლევს თუ არ წავალთ ისევ გრანდებზე რაღაც რამდენიმე, უშუალოდ 10 ორკესტრზე მთელ მსოფლიოში რა. დანარჩენი მეტნაკლებად ყველა გავს ერთმანეთს. მაგრამ აი ეს რასაც შენებობ სული თუ რაღაცა ეგ იგრძნობა ხოლმე და ჩემთვის ეგ იგრძნობა ახალგაზრდულ ორკესტრებში. ეხლა თბილისში მე ეხლა ხელმძღვანელობ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს და აი ალბათ არ მიწყენენ სხვა კოლეგებიც რა, სხვა ორკესტრთან კი სასიამოვნო, მაგრამ ამთან რომ მიდივარ, აი ეგ არის რაღაცნაირად, აი შეგიძლია მოეშვა და ისინი მაინც აი 10 ჯერ და 100 ჯერ მეტ ენერგიას მოქცევენ ისეც რომ აი გინდა შენ თვითონაც ჩაერთო რა. აი ეგ აქვს ყველა ორკესტრს თავისი რამდენად უცებ მოტივაციები აქვს თხრიდან იქით თხრიდან ვის როგორი აქვს და ისე ძალიან უცნაური ახლა სხვაობები რო ავიღოთ იქ ხარ ვრაცლავში ხარ ოპერის ხელმძღვანელი სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ მუსიკალური ხელმძღვანელი და კიდევ ხარ რაღაც ეგეთი კიდევ ვარ აქ თბილისში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი თანადამარსებელი და ხო ასევე მყავდა კამერული ორკესტრი კიდე პოლონეთში სამი სხვადასხვა კატეგორია ისლანდიაში რა შვებოდი აუ ისლანდიაში ძალიან კაი რა შვებოდი ყველასა ცხოვრობდი უბრალოდ პანდემიის დროს ჩემმა ცოლმა მიიღო პოზიცია ასტროფიზიკოსის როლი მყავს და მიიღო ისლანდიის პოზიცია PhD უნდა გაეკეთებინა იქაურ უნივერსიტეტში და ეს იყო 2020 წელი. აი წარმოიდგინე, აი ყველაზე პანდემიის გამძვირო ზაფხულში მიიღო და წავედით შემოდგომით და ნუ მე ფაქტობრივად ყველა კონცერტი გამიუქმდა, კი არა ყველა კონცერტი გამიუქმდა. ცოტათი დეპრესია არ იყო რაღაც ფიქრი რომ რას ვაკეთებ, რაღაც მე მგონი ისეთი რეალობა დადგა რომ ჩემი მუსიკა აღარ აღჭირდება და რაღაცა შეიძლება გამომადგენ სამყაროს და წავედი, მაგრამ ისლანდიაში გადავედით, აღმოჩნდა რომ ყველაზე კარგი ადგილი იყო სამყაროში პანდემიის დროს რო გეცხოვრა. იმიტომ რომ კუნძული იყო, შესაბამისად ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ჯერ სივრცე გაქვს, არ არის ჭიდრო დასახლებული სივრცე გაქვს, პანდიც რომც ქონოდა ვირუსი შეგეძლო გევლო ქუჩაში, უბრალოდ გენდობოდნენ, რომ არ ახვიდე ავტობუსში და მაღაზიაში ნუ შეხვალ რა. ცნობიერების დონე ალბათ განსხვავებული დანარჩენი სამყაროსგან ყველაზე ეს აი თუნდაც მე პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უარყო ყველა ეს რეგულაცია, მე უკვე შეგეძლო რომც ქონოდა პირბადით მისულიყა უბრალოდ დაგეცვა ეს დისტანცია, ყველა რა ვიცი, ჯიმი, აუზი, საკონცერტო დარბაზი ღია იყო, აი მთელი ეს რომ აქ რო პირბადით ზაფხულში უნდა გვევლო, იქიდან ჩამოდიოდი უცებ შოქში ვარდები, იმიტომ რომ იქ აუზეც შედიოდი, კონცერტსაც ესწრებოდი, უბრალოდ ანუ შენ გენდობოდნენ მეტად ადამიანს რომ შენ პასუხისგებლობა გაქვს და ვიღაცას არ დააზიანებს შენი რაღაც სხვა კონკრეტული ადამიანების ცნობიერებიდან მოდის რომ ზათ იყვნენ ეგეთ რაღაცეების ხო და ჩვენ რეალობაში ნახირივით მართეს ყველაფერი ეხლა მაინტერესებს თუ გინდა ვიყოთ აქ მაგრამ აი სხვაობა რაში იყო თქვა იქაურ საოპერო ანუ მაგ ორკესტრს შორის და აქაურ აი მაგას შემიძლია ისლანდიურზეც გითხრა რაც ამას შეცვალა იქ 4 წელი გავატარე და ბევრი ვიმუშავე თან ისე იყო ჩაკეტილი იყო და რაღაც აღმოჩნდა რომ დირიჟორი აღმოჩნდა გონია რომ რაღაც იაპონიასავით არის რაღაცა სხვა პლანეტასავით არის რა სხვა პლანეტა არის მაგრამ ჩემი აზრით ძალიან freedom პლანეტა არის იაპონიასთან შედარებით არა იმას გულში რომ არ გავს აი ევროპას მაგ კლასიკურ ევროპას მარსზე რო დადიხარ ბუნებაში ცოდადი ხარ მაგ ხეს ვერ ხედავ მარსია ქვებია ზამთარში დადიხარ სუთეთრში დადიხარ ნისლი და აი საოცარი ქვეყანა ძიმე ზამთარია ხო როგორ არა ნახე სიცივის ხრივ არ არის ისლანდია მე ვეძახდი რაღაც მარანივით არის სულ ერთნაირი ტემპერატურაა იმიტომ რომ შეხვედრის ადგილია რაღაც Gulf Stream-ის და ზემოდან არქტიკის და შესაბამისად იქ არის რაღაც სუქარი თბილი და ცივი მასები და ქარიანია პროსტა მაგრამ სულ არის 0 ირგვლივ ტემპერატურა რა აი სულ ქარია ოღონდ ის ხანდა უკვე ისე დამღლელი იყო ქარი რომ რაღაც შვილი 200 მეტრში ბაღში მანქანით მიყავდა იმიტომ რომ ძალიან მეზარებოდა კარში ფეხით შეარული და მაგრამ მეორე მხრივ აქვს აი მენტალიტეტია განსხვავებული ამ ხალხის განსხვავებულია სკანდინავიელი ხო მათი რაღაც ითვლება რომ სკანდინავიელების განაყოფია ხო ვიკინგები როც ჩავიდნენ მაგრამ ბევრად თავისუფლები არიან ბევრად მეტია სივრცის აღქმა იქ და ინდივიდუალურის გამორჩევა ანუ ფასობს ერთი ადამიანი და რაღაც ყველა ერთისთვის აქვს თელერსეს რა და ამიტომ ეს იგრძნობა ყველგან რა სამუშაო პროცესშიც იგრძნობა და მენტალიტეტში რაღაცა ჩემი პროფესია ეს ყოველთვის რაღაც ისე იყო აღქმული რომ აი ცალკე დირიჟორი ცალკე ორკესტრი და დამნაშავეები დირიჟორებიც არიან რომ რაღაც თითქოს ბატონი და ნუ ეგ იყო ადრე და მან საერთოდ აი მან როგორ არის აი შეიძლება დღეს
ერთად დავლიოთ სადაც გინდა წავიდე როგორ იმაშიც გინდა ვნახო შენ მდგომარეობაშიც რა კონდიციაში მეორე დღეს სცენაზე შენთვის მაესტროა მაგრამ მე ვარ ერთნაირი რა ანუ სუბორდინაციის სწორი გააზრება ზუსტად იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იქ ვისწავლე მე არის მან შემეცვალა ის მიდგომა საქართველოში გვიწევდა და მე პოლონეთში როცა ვსწავლობდი აი უნდა გაუძლო კონკურენციას უნდა იყო პირველი საუკეთესო უნდა იყო აი დედაჩემისგან ხო აი უნდა იყო პირველი და იქ სოციაშორის ქართველმა მეგობარმა კოკა ნიკოლაძემ მითხრა ჩემზე ადრე წავიდა ხოთე გოსლოში და მირიან იცი რა აქ თუ შეეცდებიო რომ იყო პირველიო გაირიყებიო რა ჯობია იყო იმიტომ რომ ყველასთვის უნდა იყოს ადგილი რა შენ რაღაცით უკეთესი ხარ შენ გექნება მაგრამ მეც უნდა მქონდეს სივრცე ამასაც და ისლანდიაში ეგვიგზენი ძალიან რა თავიდან ძალიან ისე ვიყავი რომ აბა იქაც მე ვიყო იქაც მაგრამ მე მივხვდი რომ ადამიანებისთვის არის აი ურთიერთობა მთავარი და ის რომ ყველამ შეძლოს თავის რეალიზაცია და არა ის რომ მე ანუ ჩვენ რა თუნდაც ის რომ იმისი ხა სკანდინავიის მაგალითზე ვიცი რომ აი იქ დაჟე რაც არ უნდა მდიდარი იყო მაგალითად ძალიან კაი მანქანის სკოლა არის ძალიან უხერხულო ანუ ისეთი ცუდი ტონია რა აი რაღაც ფერარით არ გონია ისედაც ვერ გძნობ მაგრამ იქ გააზრება მასაში შენ გონია მასას აქვს ეგ გააზრება რომ არა ყველა თანაბრად თან სოციალისტური რო არის ეგეც სოციალისტური რო ამიტომ შესაბამისად საშუალო ფენა ძალიან ძლიერია და სკანდინავიაც რეალურად ისა ისლანდიაც ეგეც სოციალისტურია კი ძალიან ძვირია ეხლა ვცხოვრობ შვეიცარიაში შვეიცარია თითქოს შვეიცარია ხო ძალიან ძვირია ყველასთვის ისლანდია არ იყო ნაკლები მაგრამ ისლანდიაში ეს იმდენად არ იგრძნობა ეს კლასთა სხვაობა ვიდრე შვეიცარიაში შვეიცარიაში ძალიან გრძნობს ძალიან დიდარი და რაღაცა ეს და იქ ეგ არ არის რა და ვერსად ვერ გრძნობი აი როგორ გითხრა აუზე სადაც დავდიოდი ჩემუბანში აღმოჩნდა რომ მე და ბიორკი ერთად ანუ ჩემი შხაპის ქვეშ გვერდზე ნაცნობი სახე არისო და ბიორკი ხო ხტები რომელსაც შეუძლია თავის ხუთი აუზი კონდეს ანუ პირდაპირ საჯარო აუზე დადის თავის ახლის წინ ისის და სამეზობლო ესე აი მან გრძნობ უკვე რამდენად ანუ ერთი ვართ და თან პატარა ქვეყანას უწყობს მაგას გამჯდარი აქვთ რა უკვე რაღაცნაირად გენეტიკაში არის ხო რა ხანია ცნობიერად ჩენდებიან და ის თევზის უფლებებამდე ჩასულები რო არის რომ თევზის სათევზაო ლიცენზია რომ მიიღო უნდა წახვიდე გაიარო მთელი კურსი აქვს როგორც მანქანისტარების იმას მოხსნეს და იქ უნდა გაიარო როგორ მოხსნა კავი ისე რომ ძალიან არ დააზიანა და მთელი ამბები როგორ ემოციურად არ შელახო ზერმეტად თევზი იმიტომ რომ ურთხილდებიან იქ კალმახს ეხა დიდი ამბავი იყო ბიორკმა სიმღერას დაწერა რომ ნორვეგიელებს აქვთ ფერმები იქ და ურაგულები ყავთ ოკეანეებში და გაექცათ რაღაც 25000 თევზი ოღონდ არ თქვეს და ამათ ესენი იცავენ ჯერ კიდე ბუნებრივ ურაგულსა მდინარეებში და ძალიან უფრთხილებიან და რო არ თქვეს იმათ დაფარვა უნდათ ამათ დაიწყეს მდინარეებში შესვლა და შეჭმა იმიტომ რომ ესენი არიან დიდები ბევრად რა ფერმის ესენი და მაგას დიდი ის საპროტესტო ტალღა იყო და ის მოშენებული ურაგულები გაექცათ ოკეანიდან შევიდნენ მდინარეებში და ჭამა დაუწყეს ამ წითელ წიგში შეტანილი მასე კალმახს და ურაგულს და მთელი ამბავი მოყვა რო დაუბრუნდე იმ ფაქტს ორკესტრის სხვაობებს ერთი არის ეგ რომ აი იმ მომენტში რომ მოდიან ალბათ კარგი სოციალური გარემოს ბრალიც არის რა ნორმალური ანაზღაურებით მიდიხარ არ არიან ძალიან დატვირთულები ისლანდიაში აუ კვირაში ერთი კონცერტი ხან და ხან ორი სამი როცა ევროპაში ან გერმანიაში უწევს კვირაში 4-5 კონცერტისა ნუ ძალიან ბევრი იქ რომ მიდიხარ აი სიამოვნებასთან ასოცირდება იმის სამუშაო პროცესი და აი ყველაფერი არის რაღაც ძალიან სასიამოვნო აღმოსავლეთ ევროპაში ან სამხრეთში არის ძალიან რთული ზოგჯერ აი ეგრევე გრძნობს სოციალურ სიდუხჭირეს თუ რა პრობლემები დგას სოციალურ გარემოში იმას გრძნობ რეპეტიციებზეც რა კაპიტალიზმის აი ეს კი და ან ზოგი არის რომ პირიქით ისე გიყურებს თუ შენ რაღაცა მისგან რამე გინდა ან ტრად გიყურებს ზოგჯერ არის დისციპლინის პრობლემები ზოგჯერ არის აურა რომ რაღაცნაირად ეგოს რომ შენ თუ მიდიხარ რაღაცას თუ ეუნები თითქოს იმის ეგოს ეჯახები რომ ის ხან მე ასე მქონდა ეს მუსიკა გაკეთებული და უნდა რომ გამოყვეს და ძალიან რთული პროცესებია და შესაბამისად დირიჟორს გიწევს რაღაც ფსიქოლოგიის ცოდნა. რომ იცოდე რაღაც სკანდინავიელების ფსიქოლოგია, რომ იქ ცოტა რაღაც ზედმეტად არ თქვა, ანუ ხეშად არ თქვა, იმიტომ რომ ეგრევე შეიკრიბება შესვენებაზე საბჭო და აღარ გაგაგზელებინებ, იმიტომ რომ იმათვის რაღაც ყველაფერზე გამოყვება, მაგრამ ეს უნდა იყოს პრინციპულად მხოლოდ მუსიკაზე კონცენტრირებული შენი. აღმოსავლეთ ევროპაში არის რომ პირიქით დირიჟორები არიან ჯერ კიდევ პირადში რომ გადაყავთ რეპეტიციის დროს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ან გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ იყო ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიურად რა. მქონია ესეთი სიტუაციები, რომ გაქცევა მინდოდა, ანუ კონცერტი კი არა, პირველივე რეპეტიციის დამთავრება არ მინდოდა რა. აი აღმოსავლეთ ევროპაში იყო ეგეთი შემთხვევა რა და აი მაგ დროს ძალიან გჭირდება ესეთი ნერვებიც და
დიპლომატიაც რა როგორ გიპასუხებს ახლა რაღაცა რო ეკითხები რომ ან ინგლისურად რაღაც რო დაიწყებ look guys I want to რაღაცა where to look და ვიღაც ხო ხდება ეს წერვა რა და ამ თავის კვით გეღადავება და გამცი რაღაცა სულელები და აი მაგდროულად ხო უნდა იცოდე რა უნდა უპასუხო საერთოდ არ უპასუხო გატო რომ მე ვიღაცა კიდე შეიძლება გათავხედდეს და კიდე რაღაც უფრო წამოვიდეს და ძალიან ესე დიპლომატიური ის არის რა სამუშაო და პერიოდს რო ჩაუსვა ვიღაცა ძველი თაობის დირიჟორი რომელსაც ეგრძნობელობა 0-ზე აქვს ეგრევე იმიტომ რაც უნდა გაიყოს თქვენ რომ ეს არ გვინდა ალბათ ხო ეგრე რა მაინტერესებს აი ისლანდიაში შენ მეუღლეს გაყევი უბრალოდ ანუ არიყავი შენი რაღაცა კონტრაქტი არ ქონია არაფერი არ მქონდა საერთოდ და როგორ აკეთებ მაგებს ანუ მენეჯერი ყავს თუ უბრალოდ მიადექი ორკესტრს რომ მე დირიჟორი ვარ გამარჯობა კი ეგრე იყო იცი რა აქედან მაშინ არ ყავდა მენეჯერი რაღაცა ყველა კარგი კონცერტი რაც კი მე გეგმებოდა რაღაც ვენაში Music Fair-ში უნდა ქონოდა 29 მარტს და 13 მარტს უკვე პანდემიამ გააჩი ყველა ეს რაც თითქოს ჩემთვის ტრამპლინი უნდა ყოფილიყო ევროპულ სცენაზე გაჩერდა მაშინ და იქ წავედი, აქ დავაარსეთ ახალგაზრდული ორკესტრი, რაღაც 2 წელიწად ნახევარი ვამუშავეთ და წავედი, აი სუფთა ფურცლიდან არავინ არ გიცნობს, არაფერი არ ხარ რა. ნუ კი რა წავედი და აი მივადექი კაპიტალიც არ გაქვს ჯერ ისეთი. ნუ რაღაცები თითქოს ჩემთვის მაქვს, მაგრამ იმათთვის არაფერს ნიშნავს რა. ხო, რომ რაღაცა გითხრა და არ და მივედი და უკვე ნუ აი ორკესტრში აღმოჩნდა რომ ერთი ძალიან კარგი და დღემდე მეგობრობთ ის ამერიკელი კონტრაბასისტი, რომელმაც მიიღო და ყველგან კარი და ქართველი საქართველოს გიждდებოდა სხვათა შორის ალტერვიზიაზე ჩამოვიდა თავის ბენდთან ერთად. აქ და მაქედან შეუყვარდა ეს კონტრა როლანდ სინიგურუ ვიცი ხო? და სინიგურუ იცი რა თქვა ხო? და დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარი არის როლანდ და რიჩარდი. ანუ რიჩარდი იყო ბას-გიტარისტი, როლანდი ისე სოლო, მე ვიოლინე. და ბასისტი გარე დღემდე აი ყოველ დღე რო წერთ ერთმანეთს გახდა უახლოესი მეგობარი. მიხედავთ ისე რომ 70 წლის არის და წელს უკვე პენსიაში გავიდა ორკესტრის. რიჩარდმა მიმიყვანა აი ყველა კარზე რომ მირიანი, მაგრამ მაინც რაღაცა არ გენდობიან, აი რაღაც ვიდეოებს ვაჩვენებთ, ანუ არაფერი რა, თან ამ დროს პანდემია კონცერტი არ მაქვს, იქაც ხვდები რომ დირიჟორები ჭირდებათ, მაგრამ ასე არ გიწევენ. მიხვდი, აი ძალიან ძნელია რომ მიიღო რა და ამდენი ადამიანი გენდოს. ხო, არ მესმის თან თითქოს ვეუბნები, აი იქ ვისწავლე, ეს დირიჟორი ვაჩვენე, მაგრამ არც საბავშვო არაფერზე არ მიწევენ და ვიცი რომ ვერ შემოდის ხალხი იმაზე, 2 კვირა უნდა გაიანო და ვერც ხალხი სულ 2 დირიჟორი ყავთ ქვეყანაში და ის მთელი წელი დირიჟორს და აქვა რაღაც და ნუ აი თავიდან ძალიან გამიჭირდა და მე იცი როგორ დაიწყო რომ რაღაცა პატარა კონცერტი მომცეს, აი დახურული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და რაღაც ეს მოხუცთა და რაღაც პირველივე რეპეტიცია რომ მორჩა, აი მანდ იყო ეთქვა ეგრევე დამიბარეს, დირექტორმა დამიბარა და უკვე ეგრევე შემდეგ წელსო უკვე დიდი თავარ დარბაზში და ეს გექნება კონცერტი რა. მოგსინჯონ და იგრძნო. ხო, აი ხო არაფერი ერთმა სადაც 3 საათიანმა რეპეტიციამ უცებ გამიხსნა და იმის მერე როგორ წამოვიდა, იცი აი აკადემიაშიც მუსიკალურ სკოლაში მიდიოდი ბოლოს არ გჭირდება თან პედაგოგოს დოქტორი ვარ მეთქი სადოქტორო ვარ დასრულდა რაღაც სკოლაში მაინც ხო და არ გვაქვს ადგილი და მე რაღაცა კურსი მომცეს უნივერსიტეტში, ხელოვნების უნივერსიტეტში და იქ ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასება რა. იმიტომ რომ ესე არ აქვს გაწერილი რამდენ ვის მიიღებენ რომელ ფაკულტეტზე. ვინც მოდის პატარა ქვეყანა, ვინც მოდის იმათთვის ქმნიან გარემოს ისე რომ იმან კარგად ისწავლოს და მე თუ მინდა ფორტეპიანოს სწავლა, მე შემიძლია დავწერო, მე მინდა ყველა ცნობილი პიანისტი რომ მომიყვანოთ პედაგოგად და მე ვცდილობ რომ ის მოუყვანო, ანუ სტუდენტს ვინც უნდა ის უნდა მოუყვანო და მე რომ მივედი რაღაც მასტერკლასი ჩავატარე ზაფხულის და უცებ დეკანი მირეკავს და მეუბნება რომ რაღაც 3 კურსი უნდა წაიყვანო, თორე სტუდენტებმა დაგასახელოს, ანუ ყველაზე მაღალი რევი მიიღეო და უცებ აღმოჩნდა რომ არაფერი მქონდა და მე რეაქციად ძალიან დაკავებული და რომ ყველა ფაკულტეტი მეუბნება რომ ხო ჩვენებსაც ხო ასწავლი, იმასაც ხო ასწავლი, მე იქ რაღაც კონცერტები. მე ძალიან ისე ძალიან მიმიღესა ჩამეკრეს გულში და დღემდე სულ მიწეს. ეხლა რატო ისე გეონებ მოსმენის გარეშე. ეხლა ტიპი რო გაგიცანი. და ეს ისლანდიაში ეგ ხო ესე აღმოჩნდი და მე ისლანდიამ რაღაცნაირად მე გახსნა, არ ვიცი, იმის პანდემიას რო გავიდა, რაღაც მე ერთი კონკურსი მიება ის და ერთი კარი მე 3 კარს გიღებს, მე კიდე 3 და ეს ნელ-ნელა მიდიხარ და გიწევს ყველა ამასთან რეალურად ეხლა თავისუფალი ვარ აგენტის გარეშე, ეს პირადი ურთიერთობებით და ერთხელ რო გაქვს კონცერტი, თუ მოეწონე, მე გაბრუნებენ და ესე. ანუ პირდაპირ წერე შენ? კი.
კი. არ გიჩეს ურთიერთობა? იცი არა, ვაფასებ ამას, რომ აი რაღაცნაირად პირადი ეხა აგენტთანაც ვიხა ვეძებ აგენტს, რომ ვიმუშავე, რა ცოტა ხანი ვიმუშავე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ქორწინებას ავითარი რა აგენტი, რომ იცოდე, აი ყველაფერში უნდა ენდობოდე ერთი. იმან იმდენად სწორი ხედვა უნდა გქონდეს შენზე, რომ არ დაგაზიანოს, რომ ნაადრევად არ გაგიშვას რაღაც ისეთ სცენაზე, რომ არ იყო მზად, რაღაც სწორად შეგარჩევინოს რეპერტუარი სად მიდიხარ. მე ეხა ჩემი კონტაქტები რაც მაქვს, ხო, ვუფრთხილდები, რომ იმას უნდა გადასცე, ხო, იმან უნდა გააგზელოს. იქ რაღაც ერთი გადაბრუნებული ან დაგვიანებული მეილი ან ცოტა ესე ზერელად გადახდილი მადლობა შეიძლება იმისთვის გულაცრუების მიზეზი გახდეს. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, რომ შევინარჩუნო ორკესტრთან და აგენტი თუ მეყოლება, ეხა ახალ კონტაქტებს კოკასნაირი აგენტი ხო, ზუსტად, რომ აი რაღაც სწორი და ძალიან რთულია მაგის მოძებნა, რომ ეგეთ აგენტებს ყველას უნდა ეგეთი. თან აგენტი კონკრეტულად კლასიკურ მუსიკაზე არის, ხო? ანუ უბრალოდ ვიღაცა ვერ გაკაჩავს. არა, დირიჟორი, იცი, დირიჟორებზეც უნდა მუშაობდეს, იმას უნდა ქონდეს თავისი, ახლა აგენტს უნდა ქონდეს დობა რა. ერთია რომ ბევრი არის ახალგაზრდა აგენტი ან ახალი აგენტი, რომელიც შეიძლება აუტალახოს მეილბოქსი ვიღაცას. მაგრამ იმან გაატაროს, იმიტომ რომ დღეს შემოსთვის, რავი, 100 იმეილი ვიღაცა აი დირიჟორი მოყავს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დობა ქონდეს იმას რა. და საქართველოში ექსპერო არ არის საქართველოში იმდენად ფულიც არ კეთდება, იმიტომ რომ აგენტიც უნდა ჩაგიჟდეს წილში, მიხდი და ფულიც რო აქ ძირითადად კონცერტებზე აი ხანდელნელა რაღაც თითქოს უშანს პირ, მაგრამ ადრე იყო რაღაც აი რო გინდა რომ რაღაცა გამ ორკესტრიდანაც მიდიხარ უკვე ყველა მიცის რომ იმიტომ მიდიხარ რომ რაღაცა ერთად გინდა რომ ამ სფერო არ მოკვდეს და გააკეთო და არც კითხულობ ჰონორარს ამდენია რა. ხა ზოგიერთმა ორკესტრმა დაიწყო რაღაც სიმბოლური ჰონორარი რომ მიდიხარ ელემენტარული რაღაცო ჩამოდიხარ რომ გზის ფული მაინც დაფაროს ამან და რეალურად აქ იმიტომ დავდივართ ისედაც აგენტოებთან ვინც ვიცი ჩემი მეგობრები და დირიჟორები საქართველოს ზეუნებიან რომ არა ექსკლუზივს გაძლევ ყველგან საქართველოს გარდა აქ ჩემი ურთიერთობები მაქვს ზოგთან დავალებული ვარ რაღაც და ამიტომ არ მინდა რომ ხა შენ რომ მომიწვიო კონცერტზე და მეკითხა მოდი ჩემ აგენტს დაურეკე და ის და ხო ხდება ბერლინში წევ ვიღაცას ჰანს რომ შეუთანხმდე ჩვენ რამდენ რეპეტიციას გავაკეთებ რა ხო და შენს ქვეყანაში ისი არის შენზე უკეთ ვერაფერს ვერ გააკეთებს ისე მქონია ეგეთი შემთხვევა რეალურად რომ ვიღაცას აკაუნტ მსახიობს შერეს აგენტი დავკავშირებიო იცი რა არის ეხა გეტყვი ეს რაღაცას რა ხანდახან არის სიტუაცია როცა მეგობარს ეხა შენ არ დაგაკავშირებ ჩემ მენეჯერს მაგრამ არის შემთხვევები როცა ნუ ჯერ ერთი ანუ ის კაცი ფუნქციას კარგავს მე რა ჯობია კიდეც იმიტომ რომ შენს თავზე საუბარი ძნელია და ის შენზე ბევრად თამამად ილაპარაკებს და მე ფულზე მიდის ლაპარაკი რაც მე მკლავს მე რასაც ვეტყვი არა მე სხვა რაღაც ვიგულისხმე რა ვიგულისხმე იცი უცხოური აგენტი რო ყავს აკაუნტ მსახიობს და ჩერეს უცხოელი რო ეკონტაქტება არიან ეგრეც მაინც ჩვენთანაც არიან და მაინც ფინანსებზე მიდის ხოლმე შენ არ გინდა ფულზე ლაპარაკი და ეგვალაკი და არ გინდა და ის გელაპარაკება თორე მე ვიძახი იქიდან რომ ვიღაცა გებაზრება რომელმაც არ იცის აქაური რეალობა მე როგორ ლაპარაკობ მე რა კი მაგრამ თან გააკეთა თავის საქმე რეალურად ბევრად დიდი თანხა წაიღო ვიდრე შეიძლება და მე ცალკეულად ესე პირადი ურთიერთობით აი მე მაგალითი ვიცი რომ აი გავუშვათ ქართველი მუსიკოსები როცა იქიდან კი მიაქვთ დიდი თანხა, მაგრამ მე ორგანიზატორებისგან ვიცი, რომ აი ცოტა გავუწყდათ, რომ ამ ხელა ურთიერთობა გვაქვს, იცის რა მდგომარეობაში ვართ და ბოლო მომენტში რაღაც გვაყენებს, რომ ან ხო ჩაგვივარდება კონცერტი და რაღაც შვებენ, მაგრამ მეორე მხრივ კეთილგანწყობას რაღაც მხრივად იკარგება, რომ შეიძლება მეორედ უკვე აღარ მოუნდეს ასე ძალიან მასთან ურთიერთობა, ამიტომ ძალიან საფრთხილოა რა. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი უნდა დარჩეს ამაში და ეგ უნდა ისმოდეს ორგანიზატორსაც, მაგრამ მეორე მხრივ პირადი ურთიერთობები მაინც რაც არ უნდა დრო გავიდეს და რაც არ უნდა მოექცეს ჩარჩოებში გადამწყვეტია რა. ან სასიამოვნო ადამიანთან ყველას უნდა მუშაობა რა. ხო. და რა მაინტერესებს, აი, როდის გადაუხვიდე პირველად კლასიკური მუსიკიდან გულისხმობ რას? აი, ბოლოს ხა ბედფორდებთან რო გქონდა კონცერტი. ეგეთები გააკეთებული ადრე? თითქოს ეგეთებით დავიწყე. ან მე ერთად ჩვენ კი 2015-ში მე მგონი და რაღაცა მეტალიკას რაღაცას უკრავდით რაღაცა 26 მასის კაშმირს უკრავდით Led Zeppelin-ს უკრავდით კი რაღაცა 26 მაისი კონცერტი რუსთავში კი ეგ იყო მაშინ იყო Loudspeakers-თან მაგრამ ჩემი დაწე ორკესტრთან შეხება იყო ესეც საქართველოში მოხდა 2012 წელს მე მგონი ზაზა მარჯანიშვილი გეცოდინებათ ზაზა დაბრუნდა საქართველოში და მე მისი ტრეკები ვიცოდი მარტო არც ვიცნობდი და შევხვდით ერთმანეთს სტუდენტი ვარ აქ ჯერ გუნდის დირიჟორობას ვწოლობ და მითხრა რომ შენზე მითხესო რომ ნოტებს აკეთებოდა მეო იქო წალდიდობამ წამართვა მთელი ჩემი MIDI ფაილები და რაღაცა მაგ მარტო ალბომი დარჩენილიო და ამ ალბომიდან მაგ მთელი ორკესტრი რა უნდა დაუკრას ამოსაწერიო და
მეთქი თუ გააკეთე, ანუ ჩემი თავი ურჩიეს. ნუ კაი მეთქი რავი, მომცა ალბომი და უნდა მომეწერე პარტიები რა ყველასი და ამავდროულად ვკითხა რას აკეთებო. მეთქი სტუდენტი ვარ დირიჟორი და აუ მოდიო რა შენ დირიჟორიო რა. მე ესე შენ ხელა რო ვიყავი, ესე შენ მაგდესო სცენაზე, გარისკესო და ნუ გაამართლაო და მოდიო შენც შეკრიბეო, შეგიძლიაო რა ის სტუდენტებიო, შენ ხელებიო შეკრიბაო და ერთად დავუკრათ ეს კონცერტიო და ჩემი პირველი კონცერტი იყო ნიუ-ორლეანიდან ჩამოსული ბენდი, ზაზა მარჯანიშვილი, ისა ფილარმონიის სავსე სცენა და ახალგაზრდული ორკესტრი იქ და ეს ვიღა 22-ის ან 21 წლის რა. და ჯერ მეგრო მითხრა 3 დღე არ მეძინა რომ შენ რო იდირიჟორო და უკვე წარმოვიდგინე ორკესტრა, მან დრო ვიგზენი ორკესტრი, მე ვხვდი რომ ეს იყო უკვე სხვა არაფერი აღარ მინდოდა რა. და ეგ იყო პირველი კონცერტი და მე მქონდა რაღაც ესეთი საპროექტო ალტერ ორკესტრი დავარქვი, ალტერნატიული რაღაც, რომელსაც ვკრებდი ეს სხვადასხვა ორკესტრიან მუსიკოსებს და მან რა დავიჭირე, იცი, ეს შეკრებილი ორკესტრიდან რაღაცნაირად სხვანაირი ხარისხი გამოდიოდა ხოლმე ყოველთვის რა. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ აი სხვადასხვა ერთად ვარ მუშაობ, ხვდები რომ ის გაკრო იფრანჭები ცოტა თითქოს ახლა და აი ეგ იყო რომ ყოველთვის რაღაც ბევრად მოტივირებული ხალხი მოდიოდა კონკრეტულად ამ პროექტისთვის, ან ყოველდღიურობა არ იყო მათთვის და ეს შეკრებილი ხალხი ბევრად მაგარი ხარისხი გამოდიოდა ყოველთვის. და ამიტომ მაშინ იყო ესე რომ აი ხუან ატკინსი ჩამოვიდა იმის ფესტივალზე, რა ქვია Eco Waves იყო იმაზე ანაკლიაში ხო, მან რაღაც სულ ასეთი რაღაც პროექტები გამოდიოდა ხოლმე და ვიღაცას დაჭირდებოდათ ეს ორკესტრი. ეს ამიტომ ჩემი პირველი გამოცდილება ზუსტად ეგ იყო რა. აქეთ უფრო დავიწყე დირიჟორობა და მე მომეცა საშუალება უკვე სიმფონიების. იქით როგორ გადაბარგდი მაგალითად? აი ან თქვა ოპერის თეატრში როგორ მოხდა? იქით გადავბარგდი, როცა სასწავლებლად წავედი, უკვე ყველა მიცოდა რომ მინდოდა სიმფონიური სწავლა, აქ ვერ სწავლობდი და უკვე გამიწიეს მაშინ. იქ ვერცლავში სწავლობდი. არა, კრაკოვში წავედი. სანდრა რულოვს მამაში რაღაც მუსიკოსებს ძალიან ეხმარებოდა კლასიკურ მუსიკოსებს და სტიპენდია მოგცა რომ წავსულიყავით კრაკოვში, იმიტომ რომ იქ იყო ის კაჩინსკი რო გარდაიცვალა, იქ დაგზავნეს და იქ ჩავედით 4 სტუდენტი ქართველი, ვისწავლე სიმფონიური დირიჟორობა, ამასობრივ პოლონურიც ვისწავლე, მე კიდე დავრჩი იქ რამდენიმე წელი. და რაღაც ისე მოხდა რომ ამ რაღაც ბოლო პერიოდში 3 წლის წინ ვროცლავში ვიდირიჟორე კონცერტი, იქ მომისმინეს და მე თეატრის დირექტორიც ვინც იყო იქ ვითანამშრომლეთ და რო გახდა დირექტორად დაინიშნა და ამირეკა ეგრევე და თუ წამოხვალ ოპერაში. და იცი რა მე ესე ოპერაში ასე არ ვიყავი, მე უფრო სიმფონიურ დირიჟორობაში ვიყავი და საოპერო კიდე სხვა სპეციფიკაა, სადაც გუნდი, მომღერლები, ორკესტრი ერთად, თეატრი ერთად არის რა. მე თვითონ სულ მღეროდი ხალხურსაც, მე საოპეროსაც მღეროდი გუნდის დირიჟორობაში ამდენი დრო გავატარე და რაღაცნაირად სულ მეგონა რომ სიმფონია ცალკე კომპონენტებში რაღაც კარგად ვიყავი და აი ოპერასთან რაღაც ძალიან დიდ დრო მიქონდა და დავთანხმდი ამას და ვფიქრდი რომ კომპლექსურია საერთოდ. ძალიან კომპლექსურია, ძალიან რთულია და რეალურად ეს ჩემი პირველი დიდი პოზიცია აღმოჩნდა ოპერაში, სადაც ეს კომპონენტები, რომელშიც ცალკე ბევრი ვიმუშავე გუნდთან, მომღერლებთან და მე ორკესტრთან ერთად შევაერთე იქ და რაღაც სასიამოვნოა ძალიან სულ სხვა არის, სულ სხვა სამყაროა. და ესე ისა რა ქვია. მე იმაზე რეკომენდაციებს რო გადავალთ, უნდა მეკითხა, მაგრამ ალბათ ვიცი რომ შეიძლება ის სერიალიც იყოს შენი საყვარელი. ის მაინტერესებს შენი საყვარელი სერიალი, ერთი ისე გიყვეხებ სადღაც უადგილოთ, მაგრამ იცი საყვარელი სერიალი ალბათ იქნება მართლა ანუ მაინც Breaking Bad-ია იმაზე მოცარტზე როა თუ რაღაც დირიჟორზე როა ხო Mozart in the Jungle ხო ძალიან გავერთე მაგაზე ბომბი ვერ ჩავყევი რაღაც ისე ამოვიდა რა ჩამიგრიხი მაგრამ რამოდენიმე სეზონი იცი როგორ მომეწონა რაღაცნაირად არ ვიცი ჩემ ეს თავარი მოქმედი გმირი ჩემს ცხოვრებასთან რომ გავაიგივე რომ იქ არის ველოსიპედით რომლის და ეხლა მახსოვს აი აქ ოპერაში რომ დავნიშნე დირექტორად რაღაც სკუტერს მიდივარ ხოლმე რა აუ ვისაც არ გაქვთ ნახი ძალიან კაია Mozart in the Jungle ძალიან კაია და იქ არის ზუსტად ეს სხვაობა სტერეოტიპები ძველი თაობის დირიჟორებს და აქაც რაღაც პერიოდი აქ დავიწყე ველოსიპედით სეროლი ეხლა დავდივარ კიდე სკუტერით რა ოღონდ მოტოსკუტერით და ისლანდ იქ პოლონეთში დავდივარ ეს სკროლებს ვეძახთ რა ელექტროსკუტერით და ამას მივედი ვაგვიანე სპექტაკლს რაღაცა 5 წუთში და დაიწყოს პრემიერა და სკუტერით ვიდივარ მოკიდებული მაგ ჩემოდანი მიდგას ფეხებით მიჭიროს რომ მალე მივიდე და
მუსიკოსებად დამინახეს და ვაუ ანუ იმათთვის რამ ხელა რაღაც იყო იცი რომ ჯერ კიდე აღმოსავლეთ ევროპაში მაესტრო ახარ რა და უცებ რაღაცა სკუტერით სკროლით მივედი და მოკიდებული მაინც გინდა არ გინდა პოსტსაბჭოთი ისა სადღაც კი და ნუ ეგ არის ხო და ეგ ზარ მომწონდა მაგაში რომ მეთქი აი სწორია და ეგ სკანდინავიურია თან ძალიან რა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა შენ ცხოვრებაზე რას აკეთებს სცენაზე რა ისე სანამ რეკომენდაციებზე ვართ ხო არ გავაკეთოთ ჰერიოს რუბრიკა ჰერიო გავაკეთოთ ჩვენ გვაქვს ჰერიოს რუბრიკა და ვცდილობთ რომ ზედაპირზე ამოვიყვანოთ ესეთი აი ჩაკარგული მუსიკა რა აი რაც შენ თვლი რომ უფრო ცნობილი უნდა იყოს მაგალითად რა და კაი იქნებოდა ქართული თუ იქნება არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ეხლა იცი რა რაც მაქვს ეხლა თავში რაც მიტრიალებს და რომელიც მე თვითონაც აქამდე ესე არ ვიცოდი ჩემი მინდა არ არის მაგრამ საგალობელია რა აი ულამაზესი საგალობელია რომელსაც რატო ამიტრიალებს თავში ეხლა ეს დღეები რომ დავამონტაჟე აქ ცხოვრების პერიოდში სტუდენტობისას ეკლესიაში გუნდს ხელმძღვანელობდი და ეს გუნდი ჩემი ბავშვობის მაკაცები ისევ დარჩნენ და ღერიან გალობთ ერთად რა და ერთი თვის წინ აღმოაჩინე რომ პოლონეთში იყო კონკურსი სასულიერო მუსიკის და მეთქი აი მთელი ცხოვრება აი 5 წლიდან ძმაკაცობთ 30 წელია ძმაკაცები და ერთად სულ გვინდა მოგზაურობა რა და აი რაღაცადმე იქ ვიწავალთ მე ვერ წავყვებიან ისინი და მეთქი მოდი ეხლა ის ყველა ერთად შევიკრიბოთ ვინც ვართ ბავშვობიდან და კონკურსზე წავიდეთ. გავგზავნეთ და პირველი ადგილი ავიღეთ რა და რატო ხა იცი რომ ანუ ესე წავედით ესენი უცებ მოიმზადდნენ აქ ერთი თვე მე ჩემ garaშე მე ჩავედი პოლონეთში მქონდა კონცერტი და ესენი იმ ქალაქში ჩავიდნენ და მოკლედ პირდაპირ ეთერში გავიდა ეს რაღაცა ესენი გალობენ და სასაცილო ისტორია ესე რომ ამ პირველ კონკურსის დღეს მე კონცერტის წინ რეპეტიციიდან გამოვიქეც მანქანით რა 500 კილომეტრი მქონდა გამოსავლები რა და მოვფრინავ რაღაცა რომ ჩავიდე 5 საათში მოკლედ დავაგვიანე რა ამათ რომ იმღერეს მე შევედი და ამათ ვიდეოს ახლა ჭრიდი კაკრას დღეს ავტვირთე ამათ ვიდეოს ვამუშავებდი რომ იქიდან ლაივიდან ამოჭერი და დავდე და ეს ერთ-ერთი საგალობელია რომელიც ჩემი თხოვნით ასე თქვა შევიყვანეთ ამ რეპერტუარში რომ გვეგალობა იქ იმ კონკურსზე და ისეთი საგალობელია იცი აი ძალიან სევდიანია მაგრამ თან ძალიან იმედის მომცემია და აი სიგიჟეში რაღაცებს რო უსმენ ან კლასიკა იქ ვაგნერის ის უცებ ამ საგალობელს რთავ და აი რაღაც სევდაც მოგდის თან ისეთი ტექსტი აქვს რა რომ აი ღმერთ ქრისტეზეა რომ ჩახვედი და როგორ გაათავისუფლე ქვესკნელიდან ჯოჯოხეთიდან და მე აღსდექი მესამე დღეს მაგრამ როგორი არის იცი აი საგალობელი ხო არის ჩვენ ხო არ ვიცი ზუსტად ვინ დაწერა და როგორც მაგრამ იმხელა სიღრმე აქვს ამ საგალობელს რომ აი კომპოზიტორის და ერთი კაცის ნაზრები არ არის რა რაღაცა დროის გამოწრთმილია რომ აი დღესაც რო უსმენდი ამას რაღაცნაირად გაფიქრებს სევდა მოახდა თან იმედი და მე მაგალითად ამას გავუწერდი შტახედ შენ ნახე თუ გინდა რავი ვარებახაც ვისაუბრე აი მოდი ჩაწერე YouTube-ზე რომელიც არის ჩვენი შესრულებით რა შტახედ შენ ხო
მე ძალიან მშვიდებს რა მასაღელობას რო უსჩენ და რა არის ძალიან მაგარი ამაში რომ აი ამას გავმაზავდი თავისუფლად სადმე ჩართული რო ყოფილიყო რა აქ რო გვირთავენ ხოლმე რაღაცებს გინდა არ გინდა რაღაცნაირად ხო ვცდილობ რომ შევიდე რა და იმდენი სამყაროები აღმოვაჩინე ამის სწავლობით და აი ესეც ხა აი რავი თან ვიდეოს რო უყურებდი აი რაღაც ძალიან შემეხო რა იცი რა საქმე გიმშობა ვინ გაწვდის თვითონ ვინ აკეთებს ამას რა დამოკიდებულება და ეს რომ მოგესმინა ვიღაც ნებისმიერი სხვა გუნდის ნამღერი რომელიც შენ ცნობიერებასთან შეიძლება დიდათის ადამიანები არ მაგრამ აი ხო იცი არ გიქნება ეგეთ ეხლა რო იცი რომ შენნაირმა ადამიანებმა ქნეს ეს კიდე უფრო მეტი ყურადღებით ჩახვედეს შეიძლება ეგ რა ვიცი რა ჩემს კი განწყობის თეორიას ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანია ისედაც ხა ყურს თუ მოეწონა მაგრამ კიდე მაგას ცალკე ის აქვს რა ესე მგონია არა მაგრამ შეიძლება გამოგხსნას თავისუფლად აი ყურს მოეწონა ეგ ერთი ეგ ზედაპირულია და აი რაღაცნაირად ადამიანს სჭირდება რომ ხელი ჩაკიდო და ჩაიყვანო ცოტა აი დაანახო რა აუხსნა ეს ნახე ესეა ერთი ცნობილი ის ჩატარდა კლასიკურ მუსიკაში ექსპერიმენტი სოციალური ექსპერიმენტი ძალიან ცნობილი მევიოლინე ჯოშუა ბელი თუ სწორად მახსოვს ნიუ-იორკის მეტროში ჩავიდა რაღაც კეპით და სტრადივარის ვიოლინო დაიჭირა და უკრავს და წინ გახსნა кейსი რა არავინ არ გავუჭირა ან ოღონდ ფაქტიც იმავე მეორე დღეს თუ მესამე დღეს კარნეგი ჰოლში ქონდა sold out-ი სადაც 100-დან $500-მდე გაყიდული და ოღონდ ეს ტიპი ესე დადგა და რაღაც ბავშვი გაჩერდა რაღაც ხურდა ჩავა ხო ხტები არ მიიქცია ყურადღება იმიტომ რომ სტატუსები მუშაობს და აი სტატუსი და სად როგორ რეალურად განწყობის აი რამდენად ვამჩნევთ რეალობა რა ხდება შენი ირგვლივ კიდე კონცენტრირებულები შემთხვევაში ცნობური ნაწილი მგონია მაგაში ჩართული არის უფრო ვიდრე განწყობა რა იმიტომ რომ განწყობა თუ მაინც გინდა არ გინდა აქვს ეხა აი რატო ეხა ვიოლინოზე უკრავს ტიპი მეტროში ეხა გაჩერდები აი სულ როგორც არ უნდა უკრავდეს ეხა შენ საქმეზე შეიძლება მომენტში გაჩერდეთ მაგრამ თუ მუსიკოსი არ შეიძლება არ გაჩერდე რა მუსიკოსი საოცარია მე მგონია რომ სადღაცას შეიძლება ვერც დაიჭირო რომ საოცარია ხო გავიდეთ რა წარმოიდგინე რაღაცა ლამაზი ხო გაზაფხულზე რომელი რაღაცა ხერო აყვავდეს ან თუ ძალიან მიიქცია შეიძლება მაგრამ ისე ჩავარ და უცებ სადღაც აი რო წახვიდე ექსკურსიაზე არ ვიცი იმაში აფრიკაში და გიდი გეონება გაჩერდით აი ამ ხეს დააკვირდით რასივალ ეგრევე უკვე აღმოაჩენ რა ლამაზია რა განწყობებსაც აქვს შუღა შერახოძი ჩვენ ვქნით მაგას ანუ აი შენ რაც თქვი აყვავებული ხე და ზამთარში მოშიშვლებული ხე ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდება რო დააკვირდე ორივე ერთნაირად ლამაზი არის ხო ეს ჩვენ მოვიგონოთ რაღაცა რომ აუ ეს მაინც და აყვავდა და ფერადი უნდა იყოს რა თორე ყოფილვართ ალბათ ყველანი ისეთ განწყობაზე რომ აი ნების ყველაზე აი ყოველდღიურ რაღაცაზე რომ დაუკვირებულ ვართ რომ ნახე რა ლამაზია არ და ყოველდღე უყურე იცი რა ხო განწყობას გააჩინე შეიძლება ტიტველი ხე იმ განწყობაში უფრო გელამაზოს ვიდრე ის გაფურჩქრონა ასე მგონია საგალობელსაც ხო აქამდეც ხო მომესმინა ეს საგალობელი მაგრამ რაღაცნაირად ვერა და რო დავფიქრდი და რო დავიწყეთ ამის სწავლა მივხვდი რომ რამდენი ემოცია თან ესეთ მუსიკას განსაკუთრებულად ჭირდება აი განწყობა რა იმიტომ რომ სულ არ ხარ მანდ ხო ცოტათი მელანქოლიურია ის არის და შენს თუ შესაბამისი არ შეიქმენი მე მაგალითად Radiohead-ი ხარ ჩემს ერთ-ერთი ის რო იყო კარგად სმენადი მე რაღაც სხვა განწყობაში საერთოდ გამიქრა ანუ საერთოდ ვერ უსმენდი სანამ ისე მელანქოლია არ დამიბრუნდა ცხოვრებაში მე მიჭირს ეხა Radiohead-ის იმიტომ რომ არ გაქვს მელანქოლია იცი რა არის ანუ აი რაღაც ადრე ესეთი ცხოვრებით რო ცხოვრდი არაფხიზელი რაღაც Radiohead იყო ჩემი საყვარელი ბენდი იმიტომ რომ დაგდებული იყავი და ეს კიდე ყვებავდი ამ ჩემ დეპრესიას მაგი ეხა კი ძალიან მიყვარს Radiohead-ი, მაგრამ ნუ აი მანქანაში Radiohead-ი ჩავრთო და თვითგვემაში გადავარდე. რას ისმენ ხოლმე ის აი მანქანაში რას ისმენთ? ის მაქვს რა ქვია, მე usmen ან პოდკასტებს, ან აუდიო წიგნებს, ან Spotify-ზე liked songs, აი უბრალოდ აი რაღაცები რაც მოწონს ძველები, რაღაცა და აი ესე დადის დახტის განწყობიდან განწყობაზე, წლებიდან წლებზე და ესე რა არ მაქვს ეგრე რა რომ რაღაცა ერთ რაღაცას ვთქვა. შენ მე აღმოჩინე რომ არაფერს არ ვისმენ და ბოლო პერიოდია საერთოდ აი თუ რამეს მუშაობ ის შეიძლება მოვისმინო რომ აი რაღაცის სწავლას ვაპირებ და ეს როდის აღმოაჩინე იცი ახლობ 10 წლის 2017-ში გადავწყვეტე რომ რაღაცა ცოტა ის დეპრესიული ის მქონდა პირად ცხოვრებაში პრობლემები და გადავწყვეტე რომ მარტო უნდა მე მოგზაურა
და ერთი თვე გამოვყავდი და მთელი საქართველო მოვიარე ამ თაშის ყველგან და მან ერთ-ერთ ესეთი წესი მქონდა კიდე ვინმე სადმე თუ ჰიჩჰაიკერი მთხოვდა სადმე წაყვანას და სახელმწიფო უნდა მიმეყვანა და გამეცნო აქ ახალი ადამიანები რა და ერთ-ერთზე იყო რაღაც ჩამიჟდა ადამიანი და რასი ჩუმეაო რა მივხვდი რომ თელი თვე დავდიოდი ან ჯიპით დავდიოდი მე გავაჩერებდი კარვით და მე სულ სიჩუმეში რა და იმის მერე თითქოს ხვდები რომ მანქანაში რო ვზივარ სულ სიჩუმე ძალიან საინტერესო გამოცდილება გამოგივიდა მე კიდე ერთი რაღაცა მქრინჯავს ცალკე ცხოვრებაში ეხლა პერიოდები მქონია მე რომ მუსიკას საერთოდ წლები არ უსმენდი მაგრამ აუდიო წიგნებს უსმენდი მქონია ის ყველაფერი და ყველაზე ძალიან მაგიჟებს ხოლმე ბუნებაში რომ მივდივართ სადმე იცი მშვიდეში და იქ რო რთავენ მუსიკას თქვა ტყეში თან მით უმეტეს რამე მოტექნოვოს თუ რთავენ საერთოდ მკლავს ეგ და მაგ რო გადიხარ მაგას უსმენ ხო მაგისთვის გადიხარ რომ ეგნი იყო ეს სიჩუმის მუსიკას ის რეალურად ეგეც ხო ისე და მუსიკა ყველაზე დიდი იქ თავის დინარის და ჭიკჭიკებით და ფოთლებით და ბალახებით რავი აი რაც ამან თქვა ტექნოსთან როგორ ხარ საერთოდ ძალიან გიჟდა დღემდე ხარო ოღონდ აი სადმე კლუბში რო შევიდე უნდა იყოს სრულად ელექტრონული ანუ არ ვიცი ახლა რა ქვია ზუსტად იმ ჟანრს სადაც ადამიანის რაღაც სიმღერის რემიქსები რო არა სრულად ელექტრონული უნდა იყოს რა მინიმალიზმი მიყვარდა ძალიან და მინიმალიზმი შეიძლება დილამდე ვიყო და ერთ მოძრაობას ვაკეთე ზუსტად ვიტვირთე ვიცი როგორც კი ბევრი რამე ხდება იმ მუსიკაში მე რაღაცნაირად ვერ და მინიმალიზმში აღმოვაჩინე რომ ეს რეპეტიციულობა გამეორებითი ანუ ყველაფერს ხსნის რა და პირდაპირ არაფერზე არ მედიტატიურ მდგომარეობაში გადადი კი აი ეგ და ტექნო მე გამოვედი ანუ რაღაც აღარ მიმდის ხური მაგრამ აი IDM-თან მეგობრობ ჭიდროთ მაგრამ მინიმალ ან არ გადის მინიმალში მაგრამ ვეღარც დრო არ მაქვს რომ სადმე ვიარო ეხლა კოკამ 2 დღის წინ დამპატიჟა იმ ბასიანზე არ ვარ დამყოფი გამიგზავნა ბილეთი და დრეკბოლი ხო და დილით ყოფილა 9-ზე თუ რაღაც და მე კიდე გრძელდებოდა 9-ზე რა 9-ზე დაიწყო ხო ჩემი ნაცნობი წავიდა სტუმარი მყავდა გერმანელი ჟურნალისტები და ისინი წავიდნენ და ჩვენ დილის 7-ზე მივედი 3-ზე კოკამ თხე 3-4-ზე მიდიოდა ისინი მივიდნენ დილის 7-ზე თუ რაღაც და 10-ის ნახევარს დაიწყო მთავარი არტისტი. იმ დღეს რომ მეკაკანებოდი, მაინც და მაინც არაფრიზელი უნდა იარო. აბა კითხე, რა ხო არ ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში ხა. ფრიზელი ისმენ შენ მაგას და მე არ ჭირდება კლუბში რომ შევიდე, აი ოღონდ იმდენად შემიძლია, იმდენად არ ვიცი რა მომდის, რომ შემიძლია ოღონდ ფიზიკურად როგორ გითხრა ცეკვა არ ვიცი ესე რა, აი ვიხტუნავ ხო თუ ძალიან ეს ტექნო ისეთი წამოვიდა რომ აი ძალიან ექსტაში უკვე უბრალოდ არ ჩერდები და ცოტა გიჟივ ჩანო გეგონება და ნასვამია რაღაცა ტაბლეტი მაქვს მიღებული იმდენად ხტუნავ მაგრამ აი არა მე ბოლოს ყდები რა იმას ვამბობდი რომ ხალხი მანდ არ დადის მარტო მუსიკის მოსასმენად მანდ არის რაღაცა ხო არა ხიზელი მდგომარეობა და მაგიტო სიამოვნებთქო ეგ მუსიკა ანუ მე რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს ეხლა ნუ აჰა შენ ხარ მაგალითი ნუ ახლა რომ შეხარ ასე შეიძლება კოქტეილი რაღაცა დალიო ესე არ არის რომ სულ რო დადიხარ ხედავ იქ ხარ არაფსიფხიზლია ძირითადად მან ხედავ რა ვიღაცები როგორ უსმენენ იმენა გიჟები 100% ხო ვერ იტყვი ხარ რაღაცა მე თვითონ მქონია ოღონდ უფრო მოდი ესე ვთქვა მორეი აი ცოტა underworld-ს ერთ-ერთ ლაივზე ისეთ ექსტაში მაგრამ მე მუსიკაზე ხშირად მე მართლა ზოგადად რა ფხიზელი აი როგორც ანკლისის ამერებით მაგდებს იმინა ექსტაში აი რაღაცა ტრეკები არის რაც ექსტაში მაგდებს სულ ისპონტ კი არა რომ ერთჯერადად რამდენი უსმენ სულ რაღაც კონკრეტულ ნაწილზე შევყევი თავის მათრევს და ეგ ხომ ესმის ადამიანებს აქვს ყველას ანუ ბევრს აქვს რა და ზოგს ევასება მარტო მაგიტონ კაკრას მაგიტონ ევასება რომ ნარკოტიკს არ ხმარობს და მაგით შედის ექსტაში შეიძლება ძალიან კარგი ვერაფერში ვერ შეგეწინააღმდეგება მე რაღაცებს რო ვიძახი ვიაზრებ ხოლმე რომ შეიძლება ესეც იყოს ვუშვებ მაგას აი ბეტფორდებზე მქონდა ეგ ექსტაზი აბა მოგარ მოვიდა ხმები აუ ბეტფორდებზე მე ვიზუალურად რაღაც თვითკრიტიკ რო შევხედე ჩემ ვიდეოებს აი იქ მომენტში ვიგრძენი რომ მინდოდა რომ მეხტუნავა აი გარი ალბათ ჩემის რომ ცეკვისის მოძრაობები არ ვიცი მაგრამ სადაც მინდა რომ ვეღარ ვიტევ ემოციას პრინციპში დირიჟორობის დროსაც რამდენჯერმე ყოფილა კონცერტზე რომ აი გინდა რომ გასკდე თუ არ ვიცი რა ქვია ამას აი ვერ იტევ ემოციას და მაგრამ თან ახლა სწავლობ კონტროლს, იმიტომ რომ სცენაზე აკადემიური სივრცე ანუ რაღაც შეიძლება ზედმეტიც არ ვარგა, იმიტომ რომ რაღაცისთვის კრინჯოა იყოს ზუსტად რომ ნამე ზედმეტი მოგდის. ამ დროს შემთთვის ძალიან ბუნებრივი იყოს და ეგ ქონდა მანდ რა, რომ დაიწყოს რამდენიმე ტრეკი იყო და
რო წავიდე და მივხვდი რა ორკესტრით შემოდის აქ და დავიწყე ხტუნვა და ვიდეო მე ვიღაცები ვიდებენ ეხლა მე არ მაქვს TikTok-ი რა ჩემი დიშვილები მაჩვენებენ აუ ძალიან ბედნიერები იმიტომ რომ მათი ბიძა რომელსაც აღმოჩნდა TikTok-ზე და ძალიან ბევრი ლაიქები და ეს დირიჟორი ცალკეას რაღაც ესე სათაურებს იყო და აქ მიგდებდნენ ჩატში და მივხვდი რომ ის იმათვისაც რაღაც სხვანაირი იყო, იმიტომ რომ აკადემიური დირიჟორი უცებ რაღაცნაირად. ნუ გვინდა არ გვინდა ეგ ის გვაქვს სტერეოტიპი გვაქვს რომ დირიჟორი და კლასიკოსი მუსიკა ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან რა და ძალიან ვისიამოვნა ის სცენაზე იყო რომ აი ესეთი სიამოვნება როგორც აი შეიძლება სიმფონიისთვის. მე იცი რას მივხვდი სიმფონიურზე არ გვაქვს ეგეთი. ყოველ შემთხვევაში კი მქონია კონცერტი სადაც ყველაზე დიდი ალბათ რაღაც 9-10,000 კაცამდე ყოფილა open air კონცერტი რაღაც სხვადასხვა განაში აქაც მათ შორის. მაგრამ ბედფორდებზე იყო აი ეხლა ხვდები რატო შეიძლება გამოთქვა ჩავარდე ხიბლში როგორც აუშვეთ ბიტლზი იყო რომ ქრისტესზე პოპულარულებად აი ესე რო უყარხარ შემსმენელს ყველა სიმღერას როზე თავიდან მომღერის იმდენად ხმამაღლა რომ არ გესმის უკვე ბიჭების ხმა და მე ეს კიდე ამათი და მე რაღაც ჩემს სახელი რომ გამოაცხადა და ასეთი ემოციები რომ არსად არ მოგისმენია რომ იმად გამო რომ ესენი ისე უყარს ხალხს ბიჭები რომ შენც ასე მიგიღო მსმენელმა ეგ იყო რომ მეთქი ვაუ ამას კლასიკაში ესე ანუ ხო იღებ ძალიან სასიამოვნოა იქაც არის შეძახილები ორკესტრი ზოგჯერ არის რომ იმდენად მოწონხარ რომ არ ადგება ორკესტრი რომ მარტო შენ დარჩე სცენაზე და ის ორკესტრიც ეს ხო ძალიან ემოციურია მაგრამ რაღაცა 3000 კაცი რო აი ემოციას ვეღარ მალავს და აი გადასულია რაღაც შიშველი მას გამოხატულებაზე მივხვდი რომ შეიძლება თავში აგივარდეს კი როგორ დაკავშირდით Coca. Coca საერთოდ რა ფენომენია. Coca ამოიყვანეს მე სცენაზე და მე Coca ყველა ხალხს ეს რა ფენომენია Coca და მე უცებ აღმოჩნდა რომ Coca ეს ვინც ეს კარაკეთე. რა თქმა უნდა სცენაზე ამ სცენაზე. კი და საოცარი ადამიანია იცი. მე და დათო ჯიქია სიმღერა გვაქვს ერთად, სადაც Coca ფიგურირებს. სიმღერაში? ხო, იმაში Lizard როგორ არის რა ქვია Lizard in a fish tank და მე ყვირის Coca. ხო. Coca-ს აღმოჩნდა რომ კარგადაც მღერის. და მე გამაოცა მისმა თურქულმა სიმღერების ოსოლემიო გიმღერა? ოსოლემიო არა, ტარკანი მიმღერა და ტარკანი ხო, ოსოლემიო თხოვე და და Coca-მ და Coca-ში რა, Coca-მ და ასევე მანამდეც ჰქონდა ერთი პროექტი კორცთან ერთად. იცი ვისთან ჰქონდა კიდე ახალგაზრდულ ორკესტრს კონცერტი, ეს ძალიან მომწონს ეს კოლაბორაცია ძალიან მდიდრია. საკამოტო ხო არ ჰქონდა? არა, ეს არის. კორცთან ისეთ უფრო ერთი პროექტი აკადემიური იყო, მეორე რაღაცა შერეული. მანამდე ჰქონდა ვორაკლს იყო ჩამოსული თბილისში, ელექტრონული არტისტი ალბათ იცით ფრანგები არიან. ვორაკლს ხო და თემკაზე მაღალჩინებულ ქარხანაში იქაც რაღაც ორკესტრთან კონცერტი. ძალიან საინტერესოა ესეთი კოლაბორაციები ორივე მხარესთვის. იცი რა აღმოჩნდა რომ ბედფორდი რო თქვით ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსებთან რომ კონცერტი გვექნება ესე ვავები დაეთო მესის ეგრევე ყველასგან და გულია კი აი ყველა საყვარელი ბენდი ის არის რა ქვია ჯგუფი ბენდი რა აი ორკესტრანტები აი ტიროდნენ და ემოციებში ვინ გვიყვებოდა ვიღაც ყვებოდა კლასიკა მაგ დარგიდან რომ ჩვენთან ცაგარელი იგივე ზუსტად რომ ძალიან უხარიათო მუსიკოსებსო ცაგარელთანაც მე მოყოლილი მაგ არაერთხელ ცაგარელთან ერთად უკრავ ხოლმე და პირველად რომ მივედი ეცოტა თავდახრილი მივედი რომ ბოდიში რომ ამას გაკვრევინებთ და ისეთი ფიდბექი იყო რომ ხო არ მჯეროდა რა. იმიტომ რომ ესეც ემოცია და ნაღდი ემოციაა რა და რაც ნაღდია ყველაფერი კარგია რა. ძალიან გასახარია თქვენთან ლაპარაკი. ასე. და კიდევ უფრო გამიხარდა ჩემი უბნელი. არა, ეს ვაში. და გული დამწყლარობა აუცდით სადღაც იმ პერიოდში. ხო, იმ პერიოდში ისე რთული იყო აცდენა, მაგრამ მაშინ თავად აი ეს ხასანა ასაკია რა, ხა მე 20 წლის რო ხარ და ამ დროს ვიღაცა 19-11-ის ისეთი ამბავი. არის ყო ისეთი მარტივი არ ყოფილა სხვათა შორის. აი ხა კიდე მაინტერესებდა წეღანა არ კითხე რაღაცეები, ხო მარტივი არ იყო. მე სრულად მაგ გავიარე ყველაფერი ის პერიოდიც, მაგრამ ჩემის დაკვირვებით მე ცოტათი აი რაღაც აი 10-15 წლის წინ, 20 წლის წინ მე მგონია რომ ძალიან დარბილდა და არ ვიცი აი შენ როგორ გაიარე ბავშვობა
ძიმე იყო? ძალიან რთული პერიოდებიც კი ძალიან ძიმე იყო. აი შე რო იყავ 18-ის, 19-ის. არა, 18-დან უკვე კრას ყველაფერი და 2007-8 რო ჩავაბარე კონსერვატორიაში უკვე ძალიან დარბილდა ცხოვრება და მხოლოდ მუსიკა იყო. რთული იყო 2000 ალბათ 5 წლამდე რა, 5-6 წლამდე. შეგუებები არ იგრძნობოდა უბანში, რომ აი რაღაცეებზე ისეთ რეაქცია არ ქონდათ, რაც შეიძლება და უფრო სხვა უბანში მკვეთრად ქონოდა. ჩემთან როგორ ვიყავის, მე ვსწავლობდი იარმორკაზე. აი ხარ პრეზიდენტის სასახლე არის, მან ზუსტად ამერიკის საელჩო იყო და მაგის გვერდზე იყო ჩემი სკოლა. კიდევ უფრო მძიმე იქნება. ხო და აი ეგრო თან სხვა უბნელი ვიყავდა, სულ მუსიკაზე მიწევდა პლეხანოზე სიარული, ვორონცოზე, პლეხანოზე და იარმორკაზე. აი სულ მანდ მიწევდა და სულ გადარჩენა, მე მან გავიზარდე წარმოიდგინე იარმორკაზე და ვორონცოზე. ძიმე უბნელი. და უცხო უბნელი რომ მიდიხარ და ნუ ერთადერთი რაღაცა პლეხანოზე ის გვიცავდა რომ რაღაც ფარვით გძნობდით თავს რომ მართვეში უმღეროდი და მარჯანიშვილის მეტროსთან რომ გაივლიდით ყოველთვის აი ეგრევე გამოსებოდი თუ არა რაღაცა წუპიკები იყო და შეეყვანე იქ და რაღაცას ხდოდნენ, მაგრამ მე არტოს ბაღში შევიდოდით და უკვე 70 ბავშვი ვიყავით. ბავშვი რა ხო ხდეთ მთელი ანსამბლი და აბა ვიღაცას ქუდი წაართვეს, წავედით და ეგ იყო, მაგრამ ნუ აი მე ვიგულისხმე უბანში. და ჩვენთან ნუ ძიმე ხალხი იყო? ძიმე ხალხი იყო, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ძიმე ჩემზე უფროსები იყვნენ. აი ცოტათი უფროსები იყვნენ ჩემზე ძიმეები. აი და მაგას თქვა ჩემი ხო აი ჩვენ შორის უყრან ეგ ყველაზე რთული პერიოდი. ძალიან ისტორიად მე გარეში მოგვიყვები ჩვენთან როგორ რაღაცები და აიქს შეიცვალა, მაგრამ მე მაინც გონია რომ იმდენი ვიყავით აქეთ მხარეს ვინც არა ორდინალურად გამოვიყურებოდით მაგათთვის რომ რაღაც დროს შეგუება მოხდა. საერთოდ რა გამიგია ეგეთი ტიპები ყველაზე საშიში ბოროტ მოქმედები რო ჩანდნენ, ეგეთი ტიპები მე პოლიციელები გახდნენ. არა, ეგ ეხა ცალკე კიდე. მან ცხოვრება არ არის, ხო იცი? ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ ის რომ ბევრს და ხშირად უყურებენ ვიღაცები რომ აი ესე დასაყურე უკეთიათ. მე ვიღაცა სხვას მაგის გამო ნაკლებად ერჩიან, იმიტომ რომ თვალი მიჩვეულია და უკვე ეგ იყო. ხო, არა, მე ესე რაღაცნაირად იქ ისე ვიყავი რა, თითქოს ხა არა იქაც მოჭუბარი ვიყავი მოკლედ რა ხა უბანში ესე მაგრამ აი სკოლაში თუ რამე ჭუბი ხდებოდა გარეული ვიყავი რა აი ამათ უბანში ხო ის გამოვერე იმიტომ რომ ესენი ბევრნი იყვნენ რა მიაჩვიეს უკვე მე რომ მივედი ამათთან უბანში დაჟე იქოს ბირჟა ვიკები რო ხო ჩოლებროთ მიმიღეს და ანუ ის იყო რა ჩოლებრივი ტიპი ვიყავი მათ შეიძლება უფრო ქვედა კორპუსებს ეხი მაგრამ საბოლოოდ ჩემთანაც როგორ მე პრობლემა არ მქონია ეხ სამეზობლოში ну როგორ მაგდროს უნდა როგორ გითხრა კეისრის მიეცე კეისრის რაღაც ეგრე იყო ეგრეც უნდა ყოფილიყავი თუ არა და ამ სადმე თუ გამოვლენდი სისუსტეს მე უკვე ძალიან რთული იყო რა ერთხელაც თუ გამოვლენდი რა ცუდი იყო ეგრე რო გავიზარდეთ ეგეთ იმაში ოღონდ მაგას მე საჭხდები იცი ერთი მხრივ ცხოვრება მასწავლა ეხლა რო წავედი მე ისლანდიაში აი რა ეთქი რა უნდა მოხდეს რომ რამემ შემაშინოს ანუ რა სიტუაცია უნდა მოხდეს რომ დავიბნე რომ აქ ყველაფერზე მზად ხარ რა აი ყველაფერსთვის გაქვს ალტერნატიული გზა გამოძებნილი რომ როგორ მოიქცე რას გიტყვიან იმიტომ სიტყვების თამაში იყო მთელი 90 სიტყვების გამო შეიძლება ვიღაცას მოეკალი და იმიტომ ყველაფერზე უნდა დაფიქრებული გეფიქრა სანამ პასუხს გაცემდი ამიტომ ამან ისეთი რაღაცები განვივითარა გადარჩენის ინსტინქტი ცხოვრებაში რომ ყველგან რავი სად უნდა მოხდე რომ გამიჭირდეს ცხოვრება და იქით შეიძლება მაგრამ მეორე მხრივ რაღაცებში ძალიან დაგწია რა აი მაგალითად პირველად წავედი ყველაზე ცუდი მეკონა ჩემით აი პოლონეთში წავედი კომპლექსებს გინვითარ რომ გეგონება ევროპაში ყველაფერი კარგია და აქ არაფერში არ ვარგივა რა და ეგ დღემდე ვებრძვი მაგას რომ ჩვენ მეც შემიძლია მეც კარგი ვარ რა და ისედაც ისუები წამოიღო მაგამ ბევრი მე და მე რო დავაკვირდი აი რაღაცა ცუდი განცდები მე და მე ფსიქიკაზე იქიდან იმიტომ რომ სულ სტრესი სულ დაძაბულობა მაგასაკში ძალიან რთული გადასახარში არის რა კი რა თქმა უნდა ტრამვირებული და საბოლოო ჯამში მე ეს ბევრი დიდი დოზით ნარკოტიკებიც ერთ-ერთი მიზეზი საკმაოდ იყო ეგეც თავის დახსნის რაღაცა გზას ეძებ რა ბატონო ესე იმითი რა ქვია მატერიალური გამომუშავებით შენ სრულად ჩამოკიდული ხარ მხოლოდ შენ პროფესიაზე და რამე დამატებითი დაგჭიროებია ალბათ თავის ეხლა პროფესიაში არა იცი როგორ ძალიან რთულია რაღაც ხო ჩემ პროფესიაში რომ მიხვიდე დამოუკიდე მაგრამ თუ თითქოს კარიერა მეტნაკლებად წავიდა უკვე ალბათ ჩემს სფეროში დირიჟორობა ყველაზე კარგად ანაზღაურებადია მაგრამ შესაბამისად ყველაზე დიდ კონკურენტს
კონკურენციაში კონკურენციაშიც ხარ ხო თუ ცოტა ჭირდებათ რა ჩვენ რეალობაში არის ეგ დიდი კონკურენცია საქართველოში ფინანსურად ფაქტობრივად აქ რო ცხოვრობ და მე მგონია რომ ძალიან ფინანსურს არ გულისხმობ თქვათ რაოდენობა დირიჟორების მაინც ესე მაინც ძალიან რა ვიცი ხელი იმიტომ რომ მე ხარ ძირითადად დირიჟორები ვინ არიან ადამიანები რომლებსაც თავისი ორკესტრები ყავთ ესე რომ გარეშე დირიჟორი იყოს ხო აი ძალიან მათთვის ძალიან რთულია წარმოიდგინე საქართველოში მცხოვრები დირიჟორისთვის თან თუ ორკესტრი არ ყავს თან ორკესტრები კონცერტზე ჰონორარებს არ გიხდიან ან გიწევს რაღაც სხვა ბევრი რამის კეთება რა მე თითქოს მე რაღაცნაირად სტუდენტობიდან სულ რაღაცებს ვაკეთებდი რაღაც აქციებს სხვა რამეებით შოულობდი ფულს ჯერ IT-ს ვსწავლობდი რაღაც Windows-ს ვაყენებდი ეს პერიოდია რომ ყველა შირდებოდა მე თეატრში მუშაობდი ხან ტელევიზიაში მუშაობდი ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი მე რაღაცებს რასაც მოვაგროვებდი ამ ფულს უძრავ ქონებაში ინვესტიციას ვახდენდი რომ სადღაცა სოფელში მიწას ვიყიდდი ამას იმას და ნელა რაღაც თითქოს ვაგროვებდი ისე რომ შავ დღეს რომ დაელოდები კაცი რომ რაღაც დაგჭირდეს ისე არ დარჩე. იმიტომ რომ მარტო მუსიკით რთულია, მაგრამ ამჯერად დაიბადა და არაჭკუა ისწავლა, როგორც ჩვენ. ხო, პრაქტიკული ადამიანი. ხო, ნუ არ ვიცი, რა შეიძლება. ცხოვრება ალბათ არ ძალიან მე ჩემი ფიქრით და გადმოსახედით გაჭირვება მასწავლა. ახლა ყველა გაჭირვებული ვიყავით, მაგრამ რო ვიხსენებ, ახლა იმდენად მეშინია რომ ეგეთი დრო მე რო დამედგეს, რაც დედაჩემს დაუდგა, რომ სამი შვილი მარტომ გაზარდო და ისეთი, ну, რა ვიცი, ყველას აქვს თავისი ისტორია, ხო, ზუსტად ვიცი, იმ დროს რა ხდებოდა, მაგრამ ეხლა რომ წარმოვიდგინე, ჩემი შვილი რას მთხოვს, რა ვუყიდო და მე რო დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ ერთი კოზირძის ფხვნილი მიყიდე, რომ რძე მომენატრაი, ეგრო ჩემო შვილმა მითას, ეხლა ალბათ რა მოვკვდები, რომ მაგის საშუალება რო არ მაქვს, რომ ბავშვს რძე დავალებინო, რომ უნდა რა. და იცი რომ ეგ კომპლექსი იმდენად რთულად განვითარდა, რომ ერთ-ერთ იმას ვაბრალებ, არ ვიცი, შეიძლება ვატრაკებ, მაგრამ ვატრაკებ სავარაუდოდ, მაგრამ მიზეზი ის რომ მე შვილი არ მყავს დღეს და ცოტად ვერ გავუბედე რაღაცები, ერთ-ერთი ეგ იყო, რომ ეს დრო არიცი რამდენად დასტაბილურდება რომ გაბედო ეგ რა ხო ეხლა ჩემი დებილი შიშია ეგ არ უნდა აყვეს მაგას არავინ მაგრამ მაგას ვხედავ ანუ ეგ რაღაცამ გამოიწვია ხო და ეგ გამოიწვია ზუსტად ჩვენ მდგომარეობამ და ნახე აი ეგ იყო გუშინ მოუყევი სტუმრები ყავდა გერმანელი ახალგაზრდები და აქ რაღაც პროექტს ვაკეთებთ ერთად და ახალ ქართველები და გერმანელები იქიდან ჩამოვიდნენ მე ჩვენ წავალთ და იმათ უყვებოდი შევყევით ეს საღამოს დავრჩით ღვინოსთან და ისტორიებს და მეთქი აი რამდენად ესეთი უდარდელი მაინც კი რამდენი სადარდებელი, მაგრამ რო შევადაროთ 2001 წელს წავედი შვეიცარიაში 10 კონცერტით სამღერლად და 10 ქალაქში, 10 სხვადასხვა ქალაქში და ისე დონეზე იყო ორგანიზებული, რაღაც პრეზიდენტს შევხვდით და ხუთგზოვანი სასტუმროები და ნუ და ამოთხარ რო შედარებისთვის რო აიღოთ, აქედან რომ მიფრინავდით აეროპორტში შუქი არ იყო თქო. აეროპორტში უშუქობაში გავფრინდით და ჩადიხარ შვეიცარიაში, სადაც აი უბრალოდ ხვდები საერთოდ სხვა სამყაროა. მან მივხვდი რომ ეხლა ჩემი ის დამიბრუნდა რომ შვეიცარიაში ვცხოვრობ, რაღაცა მგონია რომ რაღაც წრეზე წამოვედი რომ მაშინ ნატრობდი რომ აქ რო გავატარო მე ჩემს მოგიყვება პატარა სიგიჟე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი 98 თუ 17 პირველად ინგლისში რომ მიდიოდი დედაჩემი კერასინკას მიტენიდა ჩანთაში. იმიტომ რომ შექცევდება. მართლა პატარა კერასინკა. კი და იქ ესეთი შოკი რომ ამდენი შოკოლადი რო ერთად არ გვინახავს და ეს რაღაცა გვახვედრებდნენ რაც გინდა აიღე საჭმელი რაც გინდა აიღე და საყვარლები ვიყავით და მე რაღაცა პირველად ინსტინქტები გქონდა მე ბევრი შოკოლადი შესვენებაზე რომ დაგვახვედრეს ჩაწერის მე გამოვედით და სნიკერსები და მაშინ სად იყო რა კვირაში ერთხელ თუ გვიყიდ და ჩემი დისთვის უნდა გამიყო ერთი მესამედი მეორე მესამედი მეორე დისთვის და მესამე ნაჭერ და უცებ რამდენიც გინდა აიღე მე სად ნახე პირველად ძალიან ბევრი შოკოლადი ვის უჯრაში შენ უჯრაში პატარები რო ვიყავით იქ ვარანს ვალერას ვაშვილი ჯროლები და გამოვაღე და ბევრი სნიკერსები და შეხო კბილის გიჟი იყო რავი გიჟი იყავი და ვალერას ვიყავი ეგრეთი. აი, იმინა მახსოვს რომ სუტენიდა. მართლა? კი. რეები გავიარეთ მართლა და რეები გვიკვირს მართლა. ანუ გვიკვირს რა, ნუ და დღეს უკვე ეს მე ძალიან ცუდი მახსოვრობა მაქვს, არ ვიცი რამ გამოიწვია სავარაუდოდ ჩემი მეგობრები ხშირად დამცინიან, რომ რაღაც სუფრაზე რომ ხდებით თქმილი მოგონების ადგილს მატოვებინებენ ამას. ძალიან ცუდი მახსოვრობა მაქვს. მიხდები ემოციური მახსოვრობა მაქვს და მახსოვს აი რაღაცა ძალიან ესეთი ემოციური რამაც დიდი ის მოახდინა ჩემზე შტაბეჭილება, ეგ დანარჩენი მახსოვს აი რაღაცა ძალიან დაახლოებით მომგორა. მე სამწუხაროდ ადამიანებზეც ეგრე ვარ. თუ ემოციურად არ შემეხო ადამიანი, ვერ ვიმახსოვრ რა. ზუსტად კი.
კი და მიჭირს ხოლმე აი რაღაცა გაგახსენებს თავს და ზრები ვეძებ ჩემ თავს რაღაც მე ეს ალგორითმი გიგდებს რომ ცუდი მახსოვრობა გაქვს და აჭირე ამას გაქვს და ცდილობ რომ ყველა გზა ვიყონო რომ არ შევწყვერო ადამიანებთან მახსოვდეს რა და ნუ ეს პროფესიული ისიც არის მე მაგასაც ვაბრალებ ყოველ კვირა რომ სხვა ორკესტრთან გიწევს იმდენი სახელის გაგება გიწევს მე ძალიან რთულია რომ ყველაფერი რაღაცა არ წაშალო რა შვენება და მაისი თქვენო ეს ვარდიც ხო რაღაცა არავის არ გიყვავს მე მგონი დამავიწყდა იმ დღეს მინუტა დათიკოსთვისაც დათოსთვის ჟორასთვის არა უშავს ყველაფერი წინ შენც გიხდება ეს ვარდი ხო მე რამდენი სტუმარი ვარ აქ მე უნდა ჩავიფიქრო ჩემი პირველი პოდკასტია ეს შენი მე რამდენი არ ვიცი რავი ერთ წელია ვარ ხო აქ ამ სტუდიაში ამ სტუდიაში აქ გადმოვედით მე 4 მე 5 ხო რაღაც ეგრე რა მე აქ ვარ დამყოფი აი ძალიან თვალი ზემოთ ვაღოთ რა ბოლოს სართულზე ეგ სახში პეტფორდების მერე და აქ ვიმღერე ის რაღაცა რომ გაგვეხსნა აუ წერა რომ ბაზრობდით იმაზე რომ ბეთვისა Breaking Bad-ი არისო ჩემი საყვარელი მაგით შემოიფარგლები საყვარელ სერიალებში რეალურად ძალიან ცოტა დრო მაქვს რომ რამეს უყურე ძალიან მინდა რა მჭირს იცი რა ქვია იმას addictive როგორ ვიტყვი ძალიან ადვილად ხდები დამოკიდებული რამეზე რა და შესაბამისად იმდენად რაღაცას თუ ვაკეთებ მე ფოკუსირება მინდა რომ მოვახდინო და ეგეთ რამდენჯერაც რამე ესე ფილმის ყურებას დავიწყებ თან თუ აღმოაჩინე რომ ძალიან კარგია აი მე შემიძლია ღამე გავათენო და თვალები დავისესხლიანო ამიტომ არ ვიწყებ ხოლმე ნუ ანიმეები რაღაცა პერიოდი არის ხოლმე ანიმეებს რაიმით ვიწყებ იცი რომ მოკლე სერიებია რა თითქოს და ეგ 20 წუთია მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება 60 სერია მიაყოლო ზედიზედ და ამიტომ სერიალებს კი Breaking Bad-ი, Better Call Saul-ი რა თქმა უნდა ეგეთი. გილიანი გევასება შენ, ვინც არის მაგის სცენარისტი. კი. ნუ ის პლურიბუსი ხო არ გინა გილიგანია? გილიანი სტერი გილიანია. პლურიბუსიც მაგისია. პლურიბუსი მაგარია. საკმაოდ წაიყო. და მე მინდა რჩევა კიდე, იმიტომ რომ ბოლო დღეებია გავიჭედე ახალში და სულ ბიჭო მე ეხლა უყურებ ესეთ სემიჩკა კომედიას და თუ გინდა უყურე თუ არა რა ქვია ეპიზოდს ქვია ძალიან სახალისო არის რა ბრიტანული ის იწყება რომ პრემისი არის რომ ინგლისში რაღაც TV show-ა რომელმაც გაიმარჯვა რაღაც award-ი აიღეს ცოლ-ქმარი წერენ და ამერიკიდან ჩამოდიან ტელევიზიიდან ტიპები რომ აუ დავაი ამერიკაში გავაკეთოთ რა რადგან აქ პოპულარულია ამერიკაში და თელი პონტია რომ ესენი ამერიკაში მიდიან და იქ რო დედას უწყნავ ხტები ანუ გადაკეთება რომ მიდის რაღაცა და ამერიკაზე მორგება და ისინი შოკში არიან და ხო რავი ძალიან საყვარელი ისეთი არ არის რომ აუ ეხა პროსტ სემიჩკა Netflix-ი არის Love Death and Robots იცი მაგარია აი ძალიან ერთ გუშინ დავიწყე ახალი Black Mirror-ი თურმე მე-7 სეზონი გამოვიდა ამ ქონენა ნახე ძველი ხო Carb Enthusiasm არა მგონია ამას გავუსწორდეს Carb Enthusiasm არის ლარი დეივიდი არის ესეთი პიროვნება ვინც Seinfeld-ის co-creator-ი არის Seinfeld-იც არ გქნა კომედია არის როგორ აუხსნა ახლა Carb Enthusiasm-ი რა ვიცი უხერხულობა კომედია რავი ჰორასი და პიტი თუ მევასება ესეც შეიძლება მაშინ უყურე Carb Enthusiasm-ი არის ჩემი საყვარელი სერიალი მე კიდე გირჩევ ჰორასი and პიტი ნახო როგორ Horace and Pete Horace Louis C.K. კომიკოსი არის Louis C.K. მაგის სერიალი ისეთი ეცდა შავმა ძალიან სასწაული არის Horace შავიცერ მაგას Horace and Pete იცი რა შეგვიძლია ველაპარაკოთ რაც ჩემ შეიძლება ვიღაცას გამოადგეს ან თქვენი აზრიც მაინტერესებს work life balance მაგალითად ანუ მე ახლა აღმოაჩინე ბოლო 3 წელია რომ ანუ სულ მაგას ვაწვევოდი რა ყველგან რაღაც ლექციებზე თუ მემიწევდნენ და აღმოაჩინე რომ აღარა მაქვს პირადი ცხოვრება რა ანუ შეიძლება რაღაცები ჩანს რა ის სადაც გავიქცევი და სერფინგზე შევხვდი ან ვის რეალო მაგრამ ამუშავე თელი და ეხლა ძალიან გამიჭირდა რა ფსიქოლოგიურად თქვა გუშინ წინ მორჩი ბოლო პროექტი და რაღაც პირველად აღმოჩნდა ამდენი წლის განმავლობაში აი მოკები შენი გამოსავალი მე ჩემს ას გეტყვი თავიდან თითქოს ძალიან აი ეს ბუნება შესიარული რაღაცა მეხმარებოდა რა და მე ისე წამოვიდა ჩემს ფერშს როგორ არის აი რაღაცა
აზარტული ვარ და რაღაც კონცერტი რომ მოდის, რაღაც უარის თქმა არ გინდა რა, კიდე კონცერტი და მე მივხვდი რომ ანუ ყველაფერს მოვწყდი რა, ოჯახსაც მოვწყდი, რაღაც ბავშვს, ანუ კი სახში როცა ვარ კი ვარ, მაგრამ სახში არ ვარ რა, შეიძლება წავიდე 2 თვით და სულ ვერ დაბრუნდე მანამდე და მივხვდი რომ ძალიან დამაზიანებელია უკვე ამდენ წელში ერთი მხრივ რაღაცა გარედან ვიღაცებისთვის ჩანს და აურა კარიერა ვისის, მაგრამ ახლა დავფიქრდი რომ უკვე აი ხანდახან მოდის რომ აი მეთქი აღარ მინდა ბავშვი დირიჟორი არაფერი აღარ მინდა რა, რომ მინდა რომ დავждდე და ჩემ შულს უყურო და ეწა მოვკიდო ხელი და ერთად ვიაროთ და ანუ ეგ ნიშნავს ჩვენი ცხოვრებით არ ვცხოვრობთ, როცა სულ კონცენტრირებულები ვართ. თან კი ბედნიერი ვარ. აი მომენტში იმდენის მოდის რა, მაგრამ მე ხვდები რომ უკვე აი რაღაცა ხვდები რომ შენ მესაც ჩემი ადგილი სად არის. გონია საკთან ერთად რაღაცნაირად. შენ თუ არ ვიცქენი დაალაგე არ დაალაგე. მე ვისწავლე ჩემი ორგანიზმის კითხვა, ანუ აი რო ვიღლები, სახში გავბივარ. იმიტომ რომ მე თუ დავიღალე, ჩემთვის ეგ არის ძალიან აპასნი. და სახლი გაქვს შენ ეს ნავსაყუდელი სადაც მიხვიდე და დავიღალე, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიღაცას უხეშად უთხრა, გაუბრაზდე ცუდი აზრები მომივიდეს ტვინში. ნუ აი ჩემთვის არ შეიძლება დაღლამა. შიმშილი არ შეიძლება. აი მაგებს ვაბალანსებ ხოლმე რა. და ეხლა მე არ მაქვს ეგეთი გრაფიკი, რომ აი ოჯახს მოწყვეტილი რაღაც რუტინები მოვირგე ისე, რომ ის რუტინები არ უნდა შევცვალო არაფრით, არც ერთი საქმით. იმიტომ რომ ეს არის პირველადი, რომ რაღაც ახალ დამოკიდებულებაში არ შევიდე და ფეხს არ უცვლი, თქვათ ვარჯიში ქვია, რაღაცა ნებისმიერ ეგ დისციპლინა, რაც დისციპლინირებული. აი მაგას მივყვები. პარალელურად რაც მიხდება საქმე, თქვათ რა, აუცილებლად ამასთან უნდა შეთანხმდეს. ის რომ მოდი რა ერთი თვე არის ვარჯიშო და მოდი ერთი თვეს გავაკეთო და აი რეპეტიციების პერიოდი ეგეთი. არა, ვაკეთებ რომ რეპეტიციებს ისევ გეგმავ, რომ დღის ამ პირველ ნახევარში იყოს, ან მეორე ნახევარში რომელიმე კონდეს ამ ჩემი თავისთვის. ამიტომ ეხა ისევ გიზმავთ რომ აგვისტოში გავიპაროთ ადამიანები მოგშიბ. ხო და ამიტომ შეგვიძლია ეხა. აი აღაში მერვა. კარგი. ხო და ეგ არის რა შენი თავი გაითვალისწინო რა. უფრო მეტად ვიდრე ალბათ შემოსავალი და რაღაცები. მაგრამ ისიც ძალიან გჭირდება და ეს შემოსავალს რეალურად ეხა ისე არის რომ არც ვიცი ხოლმე ანუ ვერც ხარჯ ანუ როგორც ისეთ კი შემოსავალი ბევრი კი არა მაქვს უბრალოდ დრო არ მაქვს რომ რაღაცა რაც მინდა ხოლმე ეგ არის ნახე საქართველოში ამ დუხჭირმა ცხოვრება ეგეც მეჩვია რომ რაც არ უნდა მქონდეს და ახლა მაინც მიჭირს საკუთარი თავისი ემონებისთვის რაღაცას გამოყოფა მეც ეგრე ვარ რომ ეხა ვიყიდე მოტოციკლეთ როგორ განვიცდი დღემდე იცი რომ ეკენი ჩემთვის ანუ რაღაცა აი ჩემ თავს რომ დავახარჯე ფული აი როგორ მიხვედი და ესმინა და იყიდე თუ აი ძალიან ბევრი ალტერნატივები რამდენი თვე ნერვიულობდი იცი ხო აი ეგ რომ შვიდად ხო შეიძლება რაღაცა გინდა და მაღაზიაში ჩემ თავთან ვიბრძვი რომ აი მაღაზიაში მივიდე და აი ეს რაც მინდა პირდაპირ ვიყიდე. უნდა ვნახო შევადა რომ ისე ეგ აი ბაზარში რომ მივდიოდით და ყველა გვატყურებდა და ყველა უნდა შემოგიო ვინმე უფრო იაფად ხوارყიდი. შევადა რომ არ მაქვს. მე ემოციურად ვიღებ გადაწყვეტს, მაგრამ აი თვითონ მე ნაბიჯის გადადგმა მიჭირს და რითი გავაკრავე. იცი ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა, ყველას ვთხარი რომ მეთქი ეს არის ჩემი საჩუქარი, მე თვითონ ყიდულობ ჩემთვის საჩუქარს, არაფერი არ მაჩუქავ. ხო და ეგ ძალიან კარგი იქნება. არჩევა მეც მიჭირს. სმუკის დაზღვევა არ გავაკეთო? და ისინიც მინდა რა ქვია ფიტპასები რომ მქონდეს იმისი. ბიჭო, მართლა ვიღაცა მისენი ფიტნესის პასვორდები მოგვეცით. აი ხალხია. აი. შვენიერი შენ ვარჯიში ხარ? რა? ვარჯიშიანი ხარ? არა. მოვაიგდროთ ალბათ, როცა მინდება. იცი რა მე რა მეხმარება, იცი დირიჟორობა. ხელები ეს ხო კარდიოა, ხელების მაღლა. ანუ ერთ-ერთი ყველაზე კაი ვარჯიშია ხელები და გულის ვარჯიშია ხელები ჰაერში. კი. დირიჟორები პროფესიულად ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ. სისხლის მიმოქცევა, რაღაცა თუნდა. კი, ეგ ხელების მაღლა სუბგადა დღეში სამდეჯანო ყველას გვაქვს ხელების სულ დაბლა რა. ხელების მაღლა ქონა, ანუ ან მაღლა ამ პოზაში ან ზემოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ცირკულაციისთვის იმისთვის და ზოგადად კარდიო ვარჯიშია რა. ცირკულაციისთვის კაი. ეხლა მე შეიძლება 6 საათი ვიყო და შესაბამისად მაგას მეუბნები რომ ვარჯიშობ, იმიტომ რომ ემოციური და ფიზიკური ის არის, იმიტომ რომ ერთ რეპეტიციაში შეიძლება 1 კილო დავიქო, ან წყალი რაღაც დასვა და რეალურად კარდიოა ეგ ხო. კარდიო არის რა ზუსტად და მაგით გადარჩენილი ვარ ასე თქვა, მაგას გავძრები ვაბრალებ რომ აი დირიჟორი. ფორმაში ხარ, როცა გექნება ეგ პრობლემა და თავი შეგაწუხებს, დაიწყებ დამიჯერა. მე ეგრე მივედი. შვენიერი. ძალიან მადლობა. ეგ კაი მისავით რომ დააკივით. ბავშვების სკოლაში ვარ დაბარებული. წავედით, 20-ნით გეხოვეთ. 3. ვა რა მაგარია. შენო? 1